მოგესალმებით მეგობრებო, პოდკასტი დაბრუნდა და დღეს მართლაც საინტერესო სტუმარია ზვიად ციკოლია, საქართველოში ერთადერთი ოფიციალური საათის წარმომადგენელი. არც ერთი, საკუთარი საათი ქვეყანას არ გქონია რა ისტორიის მანძილზე. ხო, შენ არის საათები არასდროს ყვარელია. მარტო კედლის საათით ხელმძღვანელობ და ამიტომ ეს საინტერესო მაქსიმალურად მშრალი გუბკასავით ბევრ ინფორმაციას წამოვიღებთ თქვენთვის ბატონი ზვიადისგან. სანამ დავიწყებთ ოფიციალურად გადაცემას, საჩუქარი არის მახარასთვის, ოღონდ ესე გამოვიდა. ახლა არის. ესე გამოვიდა. არ არის პრობლემა. მე არ მეწყინება. ოღონდ იმდენი ყუთი არის რომ წესით ყველასთვის. Oni აჩისაც უწევთ და მოგ შენს გიწევთ. მაგას მე გადავწყვეტ, კაი. თუ ჩემთვის არის საჩუქარი, მე გადავწყვეტ რას ვის უწევს. მადლობა. გაიხარე, ბრო. წარმატებები. ეს ხო ჩემია, ხო არავის არ უნდა მივიც. კარგად მადლობა. ეს არის ველითაური ჩვენი მეგობარი კომპანია, რომელიც და დაბადების დღე მაქვს ერთ კვირაში. შენ გაჩუქეს რამე კალა? ხა? გაჩუქეს აი, რამე? აგერა. სპორტის პასპორტი ორგოს მოიაბილებს. ჩვენ არა. კარგად. აი, დაუბრუნდეთ ისევ რეალობაში. ხო რა. პინოქიო. რეები უხარია. ეხლა საკაიფო გაკეთებულია. მართლა? აქ აკეთებენ? ხო. ხო. ხელით არის რედიაში დახატული. აუ შეჭამა ძაღლმა. რო შეუკვეთოთ? და ხელით იმაშვებია. კონტაქტი მომეცით რა მე. დაუკავშირდი. ვა. შეად გვიგზავნის ხოლმე საჩუქარს. შენაო, შენი. რა დროს დაემთხნენ? ძალიან კაი. ზვიად ციკოლიამ კონტაქტი მომეცით. ო, იმიტომ რომ კაია რა ქართული პროდუქცია ასწორებს. ხო და ინდივიდუალურად ყველა. არა, ძალიან მაგარია. ძალიან მაგარი მევასებ. კი, ძალიან მაგარია. თან ლამაზი. აი ეს დადგმული არ იყო სპეციალურად? არა. რა კარგია. ინსტინქტუალურად. არა, ძალიან მაგარია. ამაზე არ ვთქვა რომელი კურტკაა და დავიწყოთ პირველი ბანალური შეკითხვით, ხო? 3 წუთს ვერ უნდა დავასრულოთ. როგორ ხართ ისე უბრალოდ? რავი, არა მიშოვ თქვენ? საქმეში. ჩვენც არა გვიშავს. აგერ 14 წლიანი პაუზის შემდეგ მახარამ თავი გადამპარსა. ესეთი ამბავი მოგვივიდა. ან 14 წელით თავს არ იპარსავდი? არ მიხდება, ჩემი აზრით, არ მიხდება გადაპარსული თმა და მართალიც არის. ხო. ხო, არა, მე ისე არ მყავს ნანახი, ამიტომ ვერ შევაფასებ რა. ბევრი არაფერი რა. ანუ დიდი სხვაობა არის. ბატონო, როგორც ვთქვი, YouTube-ს აქტიურად ადემნებს თვალს. ხო, YouTube-ს გარკვეულწილად ხო, ნუ რაღაც კონტენტები არის, რომელსაც ვადევნებ. ეხა ერთი რაღაც ვთქვა რა, ზვიადი რა მოდიოდა, ძალიან ლამაზი ფერის ბანკარა ყავს და აჩიკომ რომ გაიხედა, ერთ-ერთი პლუსი რაც თქვა ეს იყო, რომ ნახეო რა მაგარი საჰაეროებია გვერდზე. პორშე ყავს ბატონზე და აი ყველაზე უინტერესო დეტალი რაც არის პლასტმასის საჰაეროები. შავით. შავი პლასტმასის საჰაეროები. მაგაზე რამის ფაჟი და გადავადა. არა, აჩისთვის ბამპერი უფრო მნიშვნელოვანია ხა მაინც. რო გამძლე რამე. მაგაზე ყველაფერი გაგიზა. ერთ-ერთი შავი საჰაეროებზე ძალიან დიდი აქცენტი გაქვს. როგორც ხსნებით ბატონზეც ყველას არ აქვს გემოვნება და საერთოდ სხვა რაღაცები მოწოთ ადამიანებს რა. მაგრამ მე მაინტერესებს ახლა სიღრმისეულად უნდა შევიდე საათებში რა. ეს ხო გონია რომ საათი იჭრება ლაზერით. ყოველ შემთხვევაში მე ეგრე მე. არა, მე კედლის საერთოდ საერთოდ სხვაგან შედიან ხოლმე, მაგრამ ნუ კაი იყოს საათები. მახარა იქ ნამყოფია, მახარა მანდაც ნამყოფია. მაგრამ ამ ეტაპზე რომ საათებში შევიდეთ რა. კი რა პრობლემა. მე რა მარტივად ავხსენით, წარმოიდგინე რომ ეუბნები ზეა და ეგ ხო ლაზერით აი ზაკ ცოტა ესე ახსენდა. მთელი მუღამი არის რომ ხარატი თქვენ რო იცით, აი კინოზე რომ მუშაობენ, ხო იცით დიდი. ეგეთი ტიპი მუშაობს მიკრონებზე რა, აი ამ დეტალებს ამზადებს სათითაოდ რა, ვერ ხვდები? ანუ მაყურებელი მიხვდება კაცო. ო, მე გაჩვენებ კადრებს, როგორ ან მართლა გეუბნები, მე მიკრონებზე ასაუბრებ. იმიტომ რომ მიგვაჩვიეს ამ ქართველებმა ვითომ რაღაცას რო აკეთებენ, ყველა აი ჩვენი ბრალი კი არ არის ბატონო. აბა ვისი ბრალია? აი კომპანიებმა, სხვა კომპანიებმა მიგვაჩვიეს რომ ყველაფერი ბრახ ჩინეთში დაშტამე, ჩამოიტანე, გადაარწყეს სახელი ეს ჩვენია. ამ ტყუილში მე უჭირს ხალხს რეალურისა და ბლეფის გაკეთება. ნუ ჩვენთან ვაფშე საერთოდ ესია რა. ჩვენთან უკვე ხალხს ისეთი სტერეოტიპები აქვს ჩამოყალიბებული, რომ
როეუბნები რომ აქ არის გაკეთებული აღარ ჯერა. აი მაგალითად ეხა ხანს მიყვებოდა ჩემი მეგობარი რაღაც ტენდერში ღებულობდა მონაწილეობას და რო წაიკითხეს რომ ეს საქართველოსშია დამზადებული არ დაუჯერეს. არ დაუჯერეს და ამის გამო სხვას მისცეს ტენდერი რა, შენ რაღაცას გვატყუებო. აი მაგ დონეზე რო ეუბნება ტიპი წამოდით გაჩე როგორ შეიძლება ქართველმაო ესეთი რამე დაამზადოსო და ამის გამო ტენდერი სხვას მისცეს. სხვაშორის მახარასაც ხშირად ეუბნებიან, მაგრამ მე დაიგინება ხოლმე და ამით გვარდება სიტუაცია. გინების ფორმასაც მნიშვნელობა აქვს რა, რომ შეიძლება დაგიჯეროს, შეიძლება არა. ეხა ესეც უნდა გააკეთო, ჩემი აზრით. აი ეს არის დამატებითი ეხა არგუმენტი. ბატონი ზიადი მორჩით რა ბატონობით საუბარს რა, ცუდა. არა, იმან ჯობია ბატონობით ილაპარაკოს, ანუ სხვა. ჩვენ გვინდა რომ ეს გადაცემაც ისეთი იყოს ზვიად რომ სხვებს ჩაუყაროთ ხოლმე რომ აი რა კარგად ილაპარაკეთ და იქნება მობრძანდით აი ოფიციალური იმის სატელევიზიო ფორმატი ხო თქვენობით ფორმატი რაც არ უნდა ეხა მეგობრობდე და ძმაკაცობდე და დაკალობდე აი თქვენობით ფორმატია რა აქ იცი რა უხერხვალ ბატონ ზვიადს რო ვიძახი აი ცუდად თავხდები ხო და რო არ გახდე ცუდად მე შევამჩნი ამიტომ თქვი რომ გაწიცელდა კაცი ბატონოსთვის 10 წუთი მჭირდება რომ შევემზადო ბატონო და მე ზვიადი აი მაგას მოგეშება ხოლმე უფრო თავისუფალი იცი რომ ციკოლია აბა სადდება ძალიან შეკითხები რაღაც ჩამჭრელი არ გინდა ეს რა კატეგორია იცი ზვიად აი ბაზარში რომ სამლარად რო საათი იყიდის და კმაყოფილი რო დიდხანს იმუშავა გინდა მაგარ რაღაც გითხრა არასდროს საათი არ მიყიდია აბა რას იგებ ჰა რომელი საათია რა ეხა Apple Watch მაჩუქეს ბოლოს სხვათა შორის საათი არა ეგეთი ნივთი რომ უნდა გაჩუქონო ხომ არა აი აჩი აბა ვინ ერთგვარში დაბადების დღე მაქვს და ვინმეს მოაფიქრდა ეხა ვერ გავიგე ამ ხელა წერი გაგეკრათ მოგეწერათ პირდაპირ არ გვიპასუხეთ ზვიად მოწერილი გვაქვს მართლა როდის მოვწერე კაი არა მე ისე კარგი მახა შენც რო საჩუქარი დაახვედრე ისე ანუ ესეც კარგია რა აი პირდა გადაცემა დაიწყო იმით რომ ახარას ისე კოლექტორები ხართ მოკლედ რასაც ვატყობ გადაცემა გაქვს იმით რომ საჩუქრები იქ მაისურები იქ რაღაც კებები ის მეშინი ეციზოთ 10 საქომე თამაშსაც 50 დებს ხომე და ეგ არ ჩაედო დღეს რა მოიცა მეც ვიტყვი რა მანქანა რომ შემოაყენეთ თქვენ მე ხო თქვი რომ რა მაგარი საჰაერობია მახარო რა თქვა აი კალა როგორ ფიქრობ რა თქვა მახარა მახარა ნეტა რო გადმოვა მანქანიდან პარკებით უეჭირება ხელში ეგრე არ მითქვა ჯერზეთი გავიხუმრე როგორ დაურეკე პარკები დარჩათ რა ეგ ვიხუმრე რა მათხოვარი ხარ რა მათხოვარი რა უხერხულობაში ვარ ღმერთო გასკდეს ეხა მიწადად შემი მახარა საკ ესეთი კონტენტი რა თავის დაბადების დღე როცა მოდის ბიჭო რატო ერთი წამი აჩი მისი არაჩვეულებრივი პროდიუსერი რეკავს კომპანიებთან ან რავი უთითებენ მეილს და მთელი კონტენტი არის დაბადების დღის საჩუქრებს როგორ ხსნის ასე რომ ის მიჩვეულია ამ ყველაფერს და ეგ დაბადების დღე არის 365 დღე წელიწადში ხო არა ერთი არის განსაკუთრებული ერთი არის საეჭვოს არხის დაბადების დღე ერთი არის თავისი ეხა ბავშვსაც იმეშვება რა ქვია როდის აქვს ალექსანდრეს პარასკევს ესე იგი გადაბმული გაქვთ რა ყველა დაემთხვა რა ეს ზანუ ხეხულად მიგზენი ხათავი მართლაც არ არის ხოლმე რა პარკებით რო არ მოვედი იმიტომ შუტკის ნაწილი ხუმრობის შენ ხო გაქვს საათი და აი მე ვიძახი რომ ვიღაცები ხო იძახე რომ გამძლეობა მე რო საათი მაშინ რომ კალათბურთს თამაშობდით მაშინ გავისროლე ხო დალეწე ხო არ დავეწლა ერთ-ერთი ყვა მოწყდა რა აი ყველაზე ის მე მომიგო კალათბურთში და მოიგო ამით GoPro კამერა და ამის გამო საათი დაამტრია არა გამიწყდა თქო პროსტო რომ გავიქნიე და მართლა არ მეგონა აი ქართულ ზოგადად რამე რომ დაგივარდება ქართული იცი რომ აღარ უნდა აიღო იმიტომ რომ აზრი აქ ის აღარ შეკეთდება რა ეს ყოველ ეგეთი შემთხვევაში ეგრე არ არის ხო და ამ შემთხვევაში ერთ-ერთი სხვანაირადა მართლა რა მე ძალიან მოწონს ახლა მიეცი რა შენ იყიდე რა ეგ საათი შენ იყიდე და ჩემ მეუღლესაც უყიდე მეორე საათი და რამდენი გაიქნიე თუ საიდუმლო არ არის გაქნევას არ მე ვთვლი რომ ერთ-ერთი მე არ მიყვარს არც ოქროული არც არა აი ხის დეტალები მიყვარს და საათი რომელიც გასხოვებულია და ყოველთვის უკეთიათ ხოლმე ეს ჰუბლოტი თუ რაღაცა ისინი და მე არ მომწონს ეს მე მირჩენია ქართული ხალხური რაღაც არ რა ხელზე რო გიკეთია ქართულად ვღერისა
მართლა ის არის. ვაფშე აი ტიპს რო უყურებ, მართლა გეუბნები, ჩემ გადმოსახედიდან ციკლია რო უკეთია, ბევრად ნორმალ ადამიანად აღვიქავ. ვიდრე რაღაც პაკას უხობა. მართლა შეცარნა გაიკეთო, מחარ ნორმალ ადამიანად ვერ აღიფხავ, აი. გავიგე. რა გავაკეთო? აი არა, ბიჭო, სიმართლეს გავადე. არა, გავიგე, მაგრამ რითიც რა უკეთია? თავის ადამიანობა. როლექსი უკეთიათ, რომელიც არის ნაყიდი $120, copy paste market-ზე. სადღაც ჩინეთში და რეალა უთხარი. ტრიალზე ვილაპარაკე. ვილაპარაკეთ უკვე? მე უბრალოდ მითხრა რაღაც ისტორია, მაგრამ იმის გამო რომ თავიდან ბოლომდე ჩემ საქმეში ვარ ჩაძირული, სხვა კომპანიებში რა ხდება? არა, მართლა არ ვიცი რა. ეხლა დეტალები მომიყვა და მეთქი აი პირველად ვისმენდი. ჩემმა გოგოებმა მითხრეს რაღაცა რომ თანამშრომლებმა რომ ესეთი რაღაცეები ხდებოდა, მაგრამ ეხლა დიდად ყურადღება არ მიმიქცევია რა. იმდენი საქმე გვაქვს ხა სხვა კომპანიების ნაღლად არ ვცარი. იცი რამდენი ხაზია? ბიჭო, ნუ მეკითხები რაღაცებს თქო. კაცი გეუბნები საათი არ მიყიდი არასდროს. მე ვიცი შეზე მეტი რაღაც და ეხლა უნდა ჩაგაჭირო რა. ერთ-ერთი ნახე რა აღიარე ეხლა ერთადერთი საკითხია სადაც შენ უფრო კომპეტენტური ხარ ვიდრე მე ფეხბურთი არ ვიცი ხო აი ერთადერთია მე რა ეგა გავიგე მაგრამ ფეხბურთელი მოკავს დაჟე ნო მე ვერ ხვდები აი საათების მაღაზიებში შევდივარ ხოლმე აი ფასები რის მიხედვით არის აი ვერ ხვდები რა მაგაზეც ვისაუბრეთ ემოციების მიხედვით არის ხო ყველაფერზე არის ემოციების მიხედვით რეალურად ხარისხი ყველაფერი არის ხარისხით შესაბამისად რა ეხლა მაგალითად ზოგიერთი მასიური პროდუქცია შეიძლება ხარისხით ჯობდეს ექსკლუზიურ პროდუქციას. მაგრამ ღირს უფრო იაფი, იმიტომ რომ მასიური წარმოებისთვის არის და ემოციას სხვანაირს იწვევს. ვიდრე ექსკლუზიური. გააჩნია რა, მოკლედ ძალიან ბევრი ნიუანსი არის მათ ფსიქოლოგიური, რაც მოქმედებს. მაგალითად ეხლა სიტყვაზე რო ავიღოთ რაღაც პროდუქციას რო ეწეროს Swiss made ხო? ნუ იგივე საათები ავიღოთ ხა. Swiss made და made in Georgia, ხო? რომელი უფრო დიდ ესე ვთქვათ გავლენას მოახდენს შენზე? ანუ ქვეცნობიერში. აი იტყვი რომ Swiss made, რა თქმა უნდა და მე ხა სულ მაგას ვამბობდა ჩემ გუნდთან ერთად მაგ სტერეოტიპის დანგრევას ვცდილობ რომ არა, ქართული საათი შეიძლება უფრო ძვირად ღირებული იყოს, ვიდრე შვეიცარიაში დამზადებული საათი. ფათაშორის ემოციას თუ ვამბობთ, Made in Georgia ჩემთვის უფრო ემოციურად მიმზიდველი იქნებოდა. აბარა, ვიდრე ის მესმის რაციონალურად შეიძლება რაციონალიზმი იქით იყოს, მაგრამ ემოციადებული Made in Georgia იქნება რა. რა თქმა უნდა. საბჭოთა კავშირიდან ჩამორჩენილი აქვს, აი დღემდე მეტალი რუსებს მაგარი აქვს. აი არა და მეტალი რუსებს აქვს, გინე გითხრა მაგარი რამე, ხა რახან საათებზე საუბრობ რა. რუსები ვერასდროს წესიერად ვერ ხმარობდნენ, ანუ როგორ არის, ის საათებში არის სპეციალური მარკები რა, მასალების. პოლადის მასალა, იმის თითბერის მასალა, სპეციალური მარკები არის, რასაც იყენებენ. რუსებს ეს პოლადის მასალა არ ქონდათ, მარტო იმის, რა ქვია, კამანძირსკი რო იყო და პადვოდნე, იმათ ქონდათ უკანახუფი უჟანგავი პოლადის. დანარჩენი საათებს იყენებდნენ თითბერისგან ამზადებდნენ და ქრომავდნენ. იმიტომ რომ მასალები არ ქონდათ. არ დაჟანგებოდა. არ, ხო, ისიც რა გადადიოდა ის ქრომი და მერე იყო მიცვეთილ-მოცვეთილი ალაგ-ალაგ ოქროსფერი ჩანდა, ალაგ-ალაგ ვერცხლისფერი იყო. ეგ რუსების მეტალი. ხო და ეგეც შენი რუსების მეტალი. არც ერთი რუსული საათი, აი ამ კამანძირსკის და ამ პადვოდნი რაც იყო, მაგის გარდა არც ერთი წყალგამძლე არ იყო. რა მასალა იყო? ყველას ქონდა აკრილის შუშა, არავინ საფირს არ იყენებდა და ისე რომ ეს მითი არის, რომ საბჭოთა აი რუსული მეტალი, რა რუსული მეტალი თო. კი, აქვთ მადნები აქვთ, მაგარი მადნები აქვთ, ბაზარი არ არის, უამრავი მადანი აქვთ, მაგრამ ის რომ ეხა მეტალურგები, ეხა იტალიელებს რომ მეტალურგები ყავს, რუსებმა დაისვენონ იქ რა. საერთოდ დაისვენონ. გაიგე מחარ? აა, იმიტომ რომ ნახე, მაგას ვთქვი, საბჭოთა კავშირიდან ვაქ რომ რუსული ხარისხიანია. ეგ ნელა არა კაცო, მოიცა რა, აიცა რა, რუსული ხარისხი. აუხრათ ხა. რუსული არაყიცროა, იმაზე უფრო ხარისხიანი ფინელებს აქვთ, რა გაკეთებული ხარ. რა თუნა მაგას საუბარი. არაყის ერთ-ერთი სასოცხლებელი წერტილი რაც აქვს, უსებს ეგეც ცუდია ხარ, ის ცოცხლები. ეგეც სასოცხლებელი წერტილი? ამას სხვა რა აქვს. მოკლედ ეგ მითებია რა. ხო, მეც მანდ დავა რომ მითებია და წეგარასაც ყვებოდი კაკარას ემოციაც ეგ არის რა. საათი რო სტერეოტიპების დანგრევა არის ყველაზე რთული ეტაპი საერთოდ რა. იმ იგივე იყო ეხა ჩვენი საათების ვარიანტი რო დავიწყე, მაშინ
ტიპები დამცინოდნენ და რაღაცა და ჰუ და რაღაცა მეთქი გაედრო გვიჩვენებს ყველაფერს და ეხლა უკვე სხვანაირი წონა მიიღო ამ ყველაფერს. აი ესე იგი შეიძლება ხო რაღაცის გაკეთება და ჩვენთანაც შეიძლება რომ რაღაცა ხარისხიანად გააკეთო და ჩვენთან შეიძლება რომ რაღაცა სხვანაირი იაზრონო. სულ პრობლემაა რომ ქართული წარმოება არ გვაქვს და ექსპორტი არ არის და რაღაცებს სულ მაგაზე მიდის წუწუნი. არა გვაქვს, იცი რატო არა გვაქვს, იმიტომ რომ ჯერიგერთი ქვეყანა უნდა იყოს ორიენტირებული საკუთარი პროდუქციის წარმოებაზე რა. ძირითადად ხა როა იყო, კანონმდებლები როა იყო, მე მქონდა კანონმდებლებთან შეხება და იმათ რო ველაპარაკე, კავშირი ძალიან კალკულატორით აზროვნებენ ტიპები. ანუ ემოციონალურ ღირებულებას კი არდებენ ამაში, რომ შენი წარმოებულია. არა, აუ ეს უფრო იაფი მიჯდება, ეხა მე რო ვიეტნამიდან შემოვიტანო კიტრი, უფრო იაფია ვიდრე ქართველ გლეხს შეუწყო ხელი და წესერი კიტრი მოიყვანოს აქ რა, მაგრამ შენი კიტრია ვიეტნამელზე რატო უნდა იყოს დამოკიდებული. ერთ დღესაც ვიეტნამელი იტყვის აღარ მევასებით ქართველებო და მე რაშვები. მე გადახვალ ირანულ კიტრზე ან კიდე რაღაცაზე. მე იწყებ აღორძინებას თავიდან. იქ ჩვენთან როგორც მოსინი იყერებოდა რაღაც სამკერვალო ქარხანა იყო, აი მაგალითად საფეხბურთო ფორმები და რაღაცები. ადიდასები 80-იანებში იყერებოდა თბილისში. მართლა. თბილისში 80-იანებში იყერებოდა ადიდასები. იტალიის ფორმა ვიცი რომ ის იყო ბევრი იყერება ჩვენთან ეხა ძალიან ბევრი რაღაცა იყერება საქართველოში რომელიც გადის იქით ქუთაისის ქარხანაში მონკლერიც აქ იყერებოდა და ძალიან ბევრი რაღაცა იყერებს ვაწარმოებთ კი ვიცი ეგ ბიჭები ვიცი და ძალიან მაგარი ბიჭები არიან ქუთაისში ხოსტოსად ახსოვს ქუთაისში არ ვიცი მე ვიცი თბილისში აკეთებდნენ მაღალი ჟღერადობის სიმეებს რა ქვია დინამიკა თავის პლასმა და როგორ დინამიკებს ანუ ჩვენ ელიტ ელექტრონიკში შევედი ვიტყვი და დინამიკებს შეძებდა და პაუზება რომ უნდა ელიტიდან და ვეღარ მოაყვუხია. ხა იქ მითხრეს რომ ეს დინამიკებიო ქართულიაო რა მაგრამ გამიკვირდა. აი არ მახსოვს ბედრა ზუსტად მახსოვს რომ ქართულია მითხრეს და ვერ მივხვდი ეხ Sony, Samsung, Panasonic და ქუთაისი რო გეუბნებიან. აი რაღაცა მე ხამუშა კი არა თან გამიხარდა. ვერ მივხვდი ხო ტექნიკასთან გრძნობა გამიჩნდა რომ აი მეთქი უხარისხო ხო აი არ ვიცი რა რატო 2002-ში ვიყავ ქუთაისში ავტოქარხანაში მაშინ არსებობდა რა და მოკლედ დამათვალიერებინეს ქარხანა და დეტალები მანახეს იტალიელებს უმზადებდნენ შეკვეთით კბილანებს და რაღაცებს მეათე ხარისხის ზედაპირი იყო ნუ მეათე ხარისხის ზედაპირს გეტყვით ახ უბრალოდ დეტალი იყო ისეთი ხარისხი დამზადებული რომ იღებ და ესე თქვათ რაღაც თაროზე დებს საჩვენებლად რა როგორც იუველირულ ნაკეთობას. ისეთი მაღალი დონის იყო და სკამები და ესეთ ქუჩის სკამები იყო კიდე მაგასაც იტალიისთვის ამზადებდნენ ქუთაისში მზადდებოდა თავიდან ბოლომდე. ეხლა ვნახე ქუთაისში წარმოება, ავეჯის წარმოება აქვს ტიპებს რა. მე როგორც არა მარტო იტალიაში, სკანდინავიურ ქვეყნებში, სკანდინავიურ ქვეყნები ხო ცნობილია თავისი ავეჯი და ყოველ იქ კიდიან. კაროჩე რა. ისინი უკვეთავენ. ხო და აი ძალიან და რო ვნახე ხარისხი გამოვჭდეთი პირი დავაღე მეთქი 100 წელი ვერ დავიჯე ხა როგორია სადღაც ზიხარ სკანდინავიაში ვარ და იცი რომ სკანდინავია ავეჯის დიზაინი ცალკე აქვს კიდევ და რაღაც და უცებ ქუთაისში დამზადებულია ზამიას დამზადებული სკამი ო მაგარია იცის რა და შეიძლება აქ უბრალოდ ნუ არის ეგ რომ თვითონ ხელისუფალმა უნდა შეცვალოს თავისი აზრები და დამოკიდებულება რა. ხალხიც უშლით ხომ ერთმანეთს ხელს. ბიჭო, ხალხი ის ხელისუფალი, აბა ის ხელისუფალი ეხა იმიდან არ არის კაცო. აი რა საათები, აი ეგ რია ნებისმიერ იდეას რო იტყვი, გარემოცვაში რო იდეას იტყვი, აი რა ან არ უნდა თქო ამიტომ. ან უნდა ის დაიკიდო ის ტიპი. აი ხო შეიძლება რომ უბრალოდ ხო, ეგ ორი ვარიანტია. დავაი სადე უბერე, აბა მიდი. ხო. ან არ უნდა თქვა, ან უნდა დაიკიდო, ან ორივე ერთად, არც თქვა და დაიკიდო. ხო, აი არა, შენ შეხვედი. აი, იცი რა იქიდებენ. ო, ეგრეა ხო, რა, იმიტომ რომ აქ ხო ბულინგის პონტია რა, აუ, კარჩე ის რა სიტყვის, აუ, ეს რა სიტყვის რო არ გამომივიდეს, მე რა ვქნა და რაღაცა და ეხა ეგ ხო არ არის, ერთხელ პირველივე ცდით, ყველაფერი შეიძლება არ გამოგივიდეს. უნდა ცადოთ და ბოლოს გამოგივა, აბა როგორ არის. ბევრი ხალხი ვიცი, ვინც ისეთ რაღაცებს აკეთებენ. აი ეხა თურქეთში იყო ხოლმე დამამზადებელი იმისი რა აი მანქანის დეტალები კარბონის დეტალები ამერიკაში ერთ-ერთ ძმები არიან რომლებიც აქ ამზადებენ და სპორტული მანქანის კარბონის დეტალებს მისყიდიან ამერიკაში იცი ვინ არის ჩემი პარტნიორი არის ეგ ბიჭი რომელიც აკეთებს კარბონის დეტალებს გერმანელები ისვენებენ ო აი
თვითფრინავი ვისთან ერთადაც ავაწყე დემურკეზოა, ეგ ბიჭი არის, ვინც აკეთებს კარბონის დედი. გერმანელები ისვენებენ. აი დაუდე გერმანული და ეს თბილისში დამზადებული და იტყვი თბილისში დამზადებულზე ეს არის გერმანული და ის არის თბილისში დამზადებული. თან ქართულს ფუნქცია აქვს, რომ ეხლა მაგალითად არ შეიძლება სტერეოტიპებზე ყოლა გერმანელმა რაღაცა იცის, ხო? ქართველმა ეს ხო იცის და ზუსტად იცის რამე პრობლემა თუ შეიქმნა იქ როგორ უნდა მოაგო. ანუ ისიც კარგად იცის რა. თორემ მე ხო გეუბნები პირველად გავიგე რომ ამერიკაში კარბონის დეტალი საქართველოს იქიდან შეკვეთა მოდის. აქ ამზადებენ და ყველაფერს აკეთებენ რა გიჟები ყველაფერში აქ მოდის იდეალურად ზუსტი აი ქარხნულს რასაც ვიზახით რეალურად ქარხნული სიტყვა ხო ის არის ქარხნული ბრუნდება უკან სუფთა Porsche-ს კაპოტები BMW-ს პაკეტები რაც არის სუეს ბიჭი ამზადებს კარბონისგან თან სხვადასხვა ტიპის კარბონისგან საქართველოში კი შენ რო ყოფი გააკეთე ეგეც თქვათ მაგარი ხო აი ნახე მაგარი ყოფი ის ხალხი ხარ შენ ვინც აი გარშემო რა ხობე ის ხალხი ხარ არა ხობე გავაკეთე ნახე მე ტექნიკურად არა რაღაცა შენც რო აკეთებ რაღაცა კარგს მე მინდა რომ მე ხობიდან მე შეგიძლია თვითფრინავის დეტალი დაასვალო ანუ ეგ არ არის ვაფშე ის რა რაღაც იცოთ იმ თვითფრინავს დაუბრუნდეთ თვითფრინავი აწყეთ ეგ მანქანაზე ვიცოდი და თვითფრინავი რაღაც არ მახსენდება თქვენ იცოდით ეგ ამბავი აი YouTube-ი ხო გაქვთ აი ხა აკრიფეთ ლიზი ექსპერიმენტალ და ამოაგდებს მარტო შენ თავს რო უყურებ YouTube-ზე რაც შავწერა იმაში იყო კი თვითფრინავების მიმართ ინტერესიც ლიზი ექსპერიმენტალ მაგრამ შენ კიდე ღობე და ის არა კალა სახლი ავაფეთქოთ არა ღობეთი იწખებს და გადავა მე ლურჯი ბოტონზეა და სვიად ეხლა დავიწყე სახლი მანქანის აწყობა რა თან სახლი მანქანის ხო ანუ ჯერ სახლია და მე მანქანა თუ პირიქით მანქანა სახლი მანქანაა ჯერ და მე სახლსაც აკეთე გეტყვი ახლა მოიცადე აფიქსდე მაგას დიდი მნიშვნელობა აქვს სახლი მანქანის სახლი მანქანა მოიცა მანქანაა ჯერ ხო სახლი არა ჯერ სახლს აწყობდა ანუ ბორბლებიანი სახლის აწყობა დაიწყე ხო გასაგებია სპრინტერის ხო ანუ სახურავიანი მანქანის კი არა ბორბლებიანი სახლის ბორბლებიანი სახლი რომელსაც მარშრუტის ო ეგ ეს დაპატენტებული არა მაქვს სხვისი არა კემპინგი რა გერმანელებს ხო და თან ხალხს მეუბნები ხო ასწავლი ხოლმე რომ ანუ რატომღაც ხალხს გონე რომ ძალიან ეგ არის ხო აი ეს პირველი ფრენაა ბიზის პილოტი ვინა ეს სამხედრო გამომცდელი არის და ის დაჯდა თქვენ აწყეთ 0-დან ეს არ ნერვიულობდა სხვათა შორის ეგ იყო ერთადერთი რომელმაც მოდი ესე ვთქვათ რა ბევრი არატრაკა რა ტიპები მოვიდნენ და აი ზოგს კარჩ გაუსხა ნერვებმა იქ წაბოღმა ის მოვიდა შეხედა ვა ეს იფრენსო თო დაჯდა კახელი მასტია რა ხო და დაჯდა წავიდა ეს 1-2 წრე ესე აეროდრომზე დაარტყა ტაქსინგი ქვია მაგას გაზი მისცა და აფრინდა თო აი როგორ მოფრინავს თო თან ასვლის უფლებას არ გვაძლევდნენ სიმაღლეზე რა და აეროდრომის თავზე დაუფრინავდით იმიტომ რომ ვა და ჩანაფიქრი რა იყო ამისი რომ ეს თუ ეფრინა არა სამომავლო გაგრძელება ჩანაფიქრი იმ კაცო ეთქვა რომ ჩანაფიქრი არის ეგ მოკლედ ჩანაფიქრი იყო ეგეთი რა ერთხელ მე და ჩემი ძმაკაცი ვიჯექით და მაგრა ევასება ფრენა მოდი უყვარს თვითფრენავი გიждდება რა და ზიوار და ბიჭო ნატახტარში როდის წავედი იქ დაუფრენავდით ხოლმე ნატახტარში რა და როდის წავედი და მეთქი რაღა წავიდეთო მოდი რა ჩვენი გავაკეთოთ მეთქი და დედას გიფიცებით აი ეგ იყო 2006 წელი იყო სტუმრად იყო ჩემთან რა და ეგრო თქვი მოდ ჩემსას გავაკეთებთ ხო ზუსტად მეორე დღეს დავიწყე კეთება თვითფრენავის რა ის კი არა რომ გადავდე და აი მეორე დღეს დავიწყე უკვე ნახაზების კეთება და მასალების შეგროვება ხალხი ვარჯიშს ვერ იწყებს 4 წელი ორშაბათს ელოდება ო სიგარეტს ვერ ანებებს და რა აუ მეც მქონდა იდეა მე ხო რა ავაწყოთ ხო იმდენ მე რთულა არ ვიცი რატო ძრავი საიდან ჩამოიტანე გერმანიიდან აოფიციალურად შეგიძლია რომ იყიდო ძრავი და ჩამოიტანო. კი, სპეციალური თვითფრენავების ძრავი არის და ეგ ჩამოიტანე. ან
სხვადასხვა არა პირიქით სხვა შორის თვითფრინავის ნაწილებზე ხო ჩვენთან მოხსნილი არის გადასახადები რა კი თვითფრინავის ნაწილებზე არის მოხსნილი გადასახადები და ეგ მაგარი რაღაც მაგრამ სამაგიეროდ კომპოზიტურ ნაწილებს აი იგივე ხა კარბონზე რო საუბრობდით რა კარბონის ნაწილები რო დაამზადო გარკვეული ტექნოლოგია არის იქ სადაც გჭირდება ეგრეთ წოდებული ცელოფნის ტომრები არის რა ეს ცელოფანი პოლიმერია რა გამჭვირვალეს აი მაგ პოლიმერის ჩამოტანას და თან ეგ პოლიმერი არის ერთჯერადი პოლიმერი ანუ ერთხელ იხმარე და უნდა გადააგდო სუფთა სახარჯი მასალა არის აი მაგაზე კიდე პლუს 12% ემატება იმის გარდა რომ იქ ძალიან ძვირი ყის იმის გარდა რომ პოლიმერი არის დეტალს რო გადააკრა მე გააკარბონო როგორ იცი ტექნოლოგია არის სადაც ეს პოლიმერი იკუმშება და ერთმანეთზე პრესავს დეტალებს რა ანუ ვაკუუმს ქმნის და ამას ერთხელ რო იხმარ ამას წებო ესხმება ის უნდა გადააგდო რა ერთჯერადი ხმარების ის არის რა ქვია მასალა მაგრამ მაგაზე აი დამატებითა ანუ აი მაღალ ტექნოლოგიური რაღაცების დამზადება საქართველოში თუ გინდა ძალიან ძვირი ღირს იმის გარდა პლუს კიდევ რო შენ ამას არ აწარმოებ გაიგე რო იყოს რო თქვა შენ აწარმოებ და რაღაცნაირად შენ წარმოებელს ხელს უწყობ იმიტომ რომ ექსპორტი იმპორტი არ მოხდეს და წარმოებელს ხელი შეუწყო ეგ არ არის რა ეხლა თქვენ ანუ ეს თვითფრინავი არის თქვენ საკუთრებაში თუ ჩემს საკუთრებაშია ჩვენ დამზადებულია და ხო აი ეხ დეტალები მაინტერესებს ანუ ცუდი ხელოსნის შემდეგ ვიდეო მეგობრებო არა გვაქვს იმიტომ დაჯდა ეს მართვის მოწმობა არა გვაქვს ექსპერიმენტალურია მანდაც კაროჩე კანონმდებლობის პრობლემები არის იმიტომ რომ ჩვენთან რო კერძო თვითფრინავი იყოლიო ძალიან სერიოზულ ბიუროკრატიულ პრობლემებს აწყდები, იმიტომ რომ კანონმდებლობით არ არის დაშვებული, რომ შენ კერძო საკუთრებაში შენი თვითფრინავი მოკლედ აი ბევრი დომხალი არის რა და ელოდებიან როდის ევროკავშირში გავალთ, გავწევრიანდებით, რომ ევროკავშირის რეგულაციების მიხედვით მოხდეს ეს, იმიტომ რომ ევროკავშირში ეგ ძალიან მარტივად არის გაკეთებული რა, ექსპერიმენტალურ თვითფრინავზე Airworthiness იღებ, ჩვეულებრივად ანუ ტექ პასპორტს გაძლევენ, ტიპები ჩამოდიან პუნქტებს უყურებენ, რომ აი ეს ამდენი პუნქტი გაიარა, აქ მყოფილებს თვითფრინავი ამ პუნქტებს, ესე იგი ფრენის უფლება აქვს და გაძლევენ მაგ ტექ პასპორტს. შენი აწყობილი თვითფრინავის ფრენის უფლებას. ფრინავ მანქანაზე ხო არ გიმუშავებთ? აუ, ეგეთი იდიოტური კონცეფცია მე არ მინახავს რა. ეგ იგივეა, აი როგორ გითხრა, აი რა ვთქვა ეხა. უთო და სარეცხი მანქანა რო ერთად იყოს თო. სადუთო და სარეცხი მანქანა, ხო? აბსოლუტურად სხვადასხვა რაღაცა. ხო და აი მანქანად არ ვარგა. თვითფრინავად არ ვარგა. ხო და ნუ ჩამოყალიბდი რა გინდა საბოლოო ჯამში. ჩამოსავარდა თუ აი რაღაცა. დაზიანდები ხო. ფანტომასის. ჩამოსავარდნათ არ გინდა მაგ ხელა ხარჯები, ადი იგერ მაღალ სართულიანს და ჩამოვარდი. კი, მაღალი სართულები შენდება მე. ო ისე რომ თვითფრინავის მართვის მოწმობას ვერ იღებ. თვითფრინავის მართვის მოწმობას იღებ, მაგრამ ტექ პასპორტს თვითფრინავზე. როგორც ეგეთი, მან ხო არის თვითფრინავები არსებობს სერტიფიცირებული, არის არ არის სერტიფიცირებული. არასერტიფიცირებული არის, რომელიც ექსპერიმენტალურები, აი მაგალითად ესეთ შენით გაკეთებული თვითფრინავი არის ექსპერიმენტალური კატეგორია. ამიტომ მაგ ექსპერიმენტალურზე შე რომ მიიღო Airworthiness-ი, ანუ ესე ვთქვათ, ფრენის უფლება რომ მოიპოვო რა, რომ თვითფრინავს აქვს მაგის საშუალება რომ იფრინოს ტექნიკურად აკმაყოფილებს იმ პარამეტრებს, აი მან სერიოზულ პრობლემებს აწყდება. ასევე კერძო საკუთრებაში ქონა და მთელი რაღაცებია. მოკლედ, მაგარი ხრელია. მაგარი ფული შეიძლება მოიტანოს ამან ყველაფერმა სუფთა ტურიზმის განვითარების ფონდში რა. და უფრო მეცაც გეტყვი. აი, წარმოიდგინე, ალაზნის ველს გადახედავ, ალაზნის ველია ხო ხვდები რა სილამაზე არის, სასწაული და ერთი პლანერი არ მოიძებნება ორკაციანი, რომ ტურისტი ჩაისვა და მან დაფრინო რა. просто ეგ მე ხა აი ვამბობ ვინმე ბიზნესმენი თუ უყურებს გააკეთოს რა იმიტომ რომ ძალიან მაგარი იქნება 3-4 პლანერი რო ჩამოიყვანოთ კლუბი გააკეთოთ მან და ალაზნის ველზე ფრენა მოაწყოთ ტურისტებისთვის მე არ ვიცი სერიოზული წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება როგორც ტურიზმის სფეროში ასევე შემოსავლებში თქვათ ეგ დაალაგდა რომ აი ფრენის ანუ შეგიძლია ქირაობ მე აეროპორტს რომ გააჩერო ეს თვითფრინავი ხო რა თქმა უნდა ეხლა როგორა ესეთი ტიპის თვითფრინავები ძალიან პატარა მანძილიდან ფრინდებიან დაახლოებით 100-150 მეტრი უნდა რა სულ ვაფრინდეს რა შეიძლება უფრო ნაკლებიც ბაღიდან გექნებოდა ამ ფრენის საშუალება მაგალითად თუ გააქვს შენ ის ზონები
რომელ ზონებში შეგიძლია რომ იფრინო, მაშინ აფრინდები ბაღიდან. ეს ვიდეო მთავრდება წარწერით გაგრძელება იქნება თუ რაღაც მსგავსი და აი რა იყო ჩაფიქრებული, ჩანაფიქრი. რო გრძელდება პროექტი. კიდე ახლა მეორე პროექტი გვაქვს უკვე. მე კიდევ გავაკეთეთ ერთი პროექტი, რომელიც რეაქტიული ყოფილიყო, დავამზადეთ ერთ-ერთი მაკეტი და მთელი ამბები აეროდინამიკულ მილში გამოვცადეთ და რაღაცებს სერიოზულად მივდიოდით, მაშინ მაგრამ მქონდა აკრეფილი რა და მთელი გუნდი მაგრად მქონდა აკრეფილი რაღაც მე გადავედით ისეთ თემებზე რომ ეხა რო ვთქვა აქ შეიძლება ის რა ქვია მოსადი მოვიდეს იმას დააინტერესა სად გადახვეთ აი აეროდინამიკური მილი თვითმფრინავი რეაქტიული ზავი და სად გადახვეთ ანუ მე ვფიქრობდით რომ რაღაცა აი იქნებ ქართული სამხედრო თვითმფრინავები გაგვეკეთებინა და გამანებე თავი ჩემს საათებში ვარ გემრიელად ამ დროს საათები არ არსებობდა ხო? არსებობდა. უკვე არსებობდა. რომელი წელი არის ეს თვითმფრინავი? 2000 ეგ თვითმფრინავი აფრინდა 17-ში. 2017-ში? 17-ში აფრინდა, კი. რომელი წელი? რომელი საათი? 17-ში აფრინდა. ახლა აი ეს არის კონტენტი და ეს არის ის რა ქვია. შენ რა ეს ადეებ იქ რა ქვია. შენ აა მეც გავაწყობ როგორ. ახლა საკ მეორე არის ხარ ვიცით თუ არა? ცუდი ხელოსანი ქვია. ხო. და იქ იღებს ხოლმე ვიდეოებს. ახლა ბოლოს ღობე გააკეთა, პატარა. ბიჭო, ღობის მეტი არაფერი მაგაკეთებული. უბრალოდ კი, სახლევ ნაგეფეთქებინა და ვერ ააფეთქე. როგორ არ დარჩნენ მოტყუებულები რა. დაიკრინა თავი. ახლა ანუ იმას კი არ აკეთე, ახლა როგორ არ დარჩეს ეგ არის მუღამი, რომ ხალხმა გაიგოს, რომ არაპროფესიონალები ხო ყავს ბევრი საქართველოში. ხო. და როგორ გაარჩევს პროფესიონალი, იმიტომ რომ იცი რამდენი ემიგრანტი. და როგორ უნდა გაარჩიო პროფესიონალისგან? არა, შენ პროფესიონალი ხარ ახლა მხარ. არა, ვათვლევინებთ იდეაში რეალურად ხო არიციან მაგალითად ღობე უთხრა ვიღაცამ ის 5000. ამან არის ფასი და ნუ ააწყო. ჩვენეუბრებით როგორ დაითვალოს თვითღირებულება და ზევიდან რაც ხდება თვითონ გადაწყვეტს უღირს თუ არა ამ ხელოსანში ამ თანხის გადახდა რა. სახარჯი მასალა მაგალითად თუ არის 1000 ლარს და ვიღაცას თხოვს 8000 ლარს მესმის რომ იმას ხელობა ეგრეგოს, მაგრამ ადამიანმა უნდა იცოდეს რეალურად რა ღირს ეს ღობე და ხო, ნუ მან ცოტა სხვანაირია, მაგრამ ეგ ფორმა მაგაზე ნაფიქრი ბოდიში რო გაწყვეტი. მე მაგაზე ნაფიქრი მაქვს რა და თვითღირებულებიდან რაღაცის თვითღირებულებიდან გამოიყვანო ფასი არ არის სწორი და გეტყვი რატო. იმიტომ რომ მან შეიძლება ძალიან დიდი ინტელექტუალური სამუშაო არის ჩადებული. თვითონ წარმოება შეიძლება სიტყვაზე ლარი გიჯდებოდეს, მაგრამ ის რომ ლარი დამჯდარიყო, იმხელა ინტელექტუალური სამუშაო გაქვს და იმხელა ცოდნა გამოცდილება გაქვს და დაგროვილი და გავლილი, რომ შენ გაგიკეთებინა რომ ეს ლარად გამოსულიყო რა. ესე არ ხდება. შენ მარტო იმაზე იფიქრო რომ ეს რა ჯდება, იმიტომ რომ იმის იქით ხო არის კიდევ სიტყვაზე, აი რომ მიხვიდე და დაიანგარიშო ავტომობილი რა ჯდება. ხო, ავტომობილი არის თავისი გასაყიდი ფასის დაახლოებით 23-25% არის ღირებულება. ანუ თვითღირებულება არის 23-25%. 75% არის ზევიდან. მაგრამ უყურე როგორი სიტუაცია არის, რამხელა ჯგუფი მუშაობდა იმის დაპროექტებაზე. ხო, ძალიან დიდი. ხო? აი, წარმოიდგინე, ამას ეს ავტომობილი მარტო იმისთვის ხო არ არის, რომ ეხა გაყიდე და დამთავრდა ამაზე. განვითარების საშუალება ხო უნდა მოგცეს იმისთვის, რომ ახალი პროექტები გააკეთო. რეკლამაში ხო გჭირდება. გადასახადები ხო გჭირდება კიდევ. ის ხო გჭირდება, ეს ხო გჭირდება. შენც ხო უნდა დაგჭირდეს იმისათვის, რომ ცოლთან ერთად წახვიდე და ისვენ. ამიტომ აი ესე პირდაპირ ესე რომ აი ეს ჯდება ამდენი და ამაზე მეტი არ უნდა გადა, ეგ არ არის სწორი ფორმულირება რა. იმიტომ თუ გინდა რომ განვითარდეს, ხო? ამიტომ უნდა მაგრამ შენ თუ ცუდ მანქანას მტენი მე ძვირად იგივე ფასად როგორც ახალი გზა მტენი რას ქვია ავტომატით გადგევარ თუ რა ანუ ინფორმაციულ ვაკუუმში მაყოფებ და როგორ გამყოფე მე რატო გამყოფე იმ ტელეფონი გაქვს ჯიბეში ხო მაგრამ არ ვიცი გამოყენება იმ TikTok-ზე ყოფნას და იმ შიშველი ქალების ყურებას და ინფორმაცია გაიგეთო თელი დედამიწა გაქვს ჯიბეში თო ამაზე დიდი ინფორმაცია არა გაქვს და აბა როზი აი ეზარება რა მე მაგრა ვკაიფობ ხოლმე მანქანით რომ მივიდივარ და ესე მასტეროზე სკროლა ო აი ჩიკოც მაგითო ო რა შენ რა ჰოსტი ძახე ბიჭო შენ ახალ პირველი შენ ხო და კი არ უნდა სკროლო უნდა დაჟე ინფორმაცია წაიკითხო მე ვიცი რა ვინც არის და მარტო ვიწრო წრეში იყურება ვცდილობ რომ იმას აუხსნა აფერისტებს როგორ არიდოს თავი
ბჭო არიან აფერისტები კი ეხა მე რო ადამიანს ვასწავლო ვიღაცამ გამოუშვა 7 ჩინური ვარიანტი და აი ვერ იცის ვერ არჩევს რა მაგრამ უნდა ყიდვა იყიდა ეს ჩინური ნაგავი კი რეალურად ზიანი მიაყენა ოფიციალურ წარმომადგენელს იმიტომ რომ ნაგავში გადაიხადა ფული მე რო ამ ტიპს გასაგებია თუ ნახე ინტერნეტი მაგრამ ვერ შვება მე რო ჩემი ვიდეოთი აუხსნა ამას ვიცი ნახე ზვიადი რო აკეთებს უკან ამ ხელას შრომა დგას შენ რო ვიღაც გიჟ ჩინელს უკეთავ და ვერ იგებ ვერაფერს და იგივე ფასს აძლევ სისულელს და საშინელებას აკეთებ, იმიტომ რომ მინიმუმ კლავ ერთ ადამიანს, იმიტომ რომ არა, მაგაზეც არ არის, ხარისხსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. აი ვერ ხვდება. ის ნუ ვერ ხვდება რა გავაკეთო ეხლა. უნდა, ხო, მაგრამ უნდა რას ქვია, მეც მინდა ეხლა Ferrari მყავდეს და რა. ხო, მაგრამ რა ვქნა ეხლა? მინდა. მე ამ ტიპს რა უხსნას რომ ციკოლია ნამდვილი ეს არის ჩინური ნაგანი, ისა ნაგავი. ხო და გასაგებია რომ რამდენს გინა უხსნა. ჯერჯერობით 56,000 ცოტა ყავს ნანახი რომ სიტყვაზე უკეთია ჩინური Rolex. ან ჩინური Patek Philippe, ან ჩინური Vacheron Constantin. აი მას ხო იაფია გადახდა. ცოტა ყავს ეგეთი ნანახი. ნუ უნდა რომ გავდეს რა, ხო? რა გავაკეთოთ? ეგრე Pontiac Fiero-ზე ბაზირებული Ferrari-ები გამოდიოდა 80-იანებში და 90-იანებში. ბოლოს Ferrari იმდენად გავდა, კაროჩე რომ ბოლოს ადგა და Ferrari-მ აუგზავნა, მაგრამ Fiero-ა რა, რაც არ უნდა აკეთო, ხე Ferrari არ იქნება თო. Pontiac Fiero-ა, всё. დამთავრდა მაგას. იმას რომ ბოლომდე ჯერა რომ მე ჯოისტიკი გამიფუჭდა ერთხელ რა. ეგ იცი როგორ ფონტი არის? აი რა გითხრა ეხა? გოგორო ყავს რა და ადგები და სიტყვაზე ქაღალდს ამოჭრი და მონიკა ბელუჩის იმას ფოტოს დააწებებს სიფაზე. მონიკა ბელუჩი ხო არ არის? წავედგე მე რომ ვერ ვიგებდე მაგას. აი ამიხსენი რა. ხო არ არის მონიკა აწებე და იყავი რამდენიც გინდა რა. არა ეგ მესმის მაგრამ ადამიანი რომელიც ვერ ანსხვავებს და უბრალოდ რა უხსნა რომ აი ეს არ არის მონიკა ეგ არა შენ ბევრი ის პატენტი არ გაქვს იავნი პატენტს ვიძახ აი პირდაპირ პატენტი რომ ვიღაცამ 7 გამოუშვას და ეხა ტიპს უჭირდეს რა გამოუშვებს და კაი ჩიცას დაიჭერს ხო გავიგე მაგრამ წარმოიდგინე ხა რას გრძნობენ მაგალითად რავი აი Zara საჭონას მახელა რო ხარ რას გძნობს Louis Vuitton ნუ ერაფერს მე მგონი აი უყურე ხა აი შეგება ვაფშე მაგის მაგალითს გეტყვი რა Louis Vuitton-ის მაგალითი იცი როგორ მოხდა ჩინეთში უშვებდნენ მაგის ჩანთებს ეხლა ჩინელმა რო დაუშვეს აი ეხლა რო დაუშვეს არა ჩინეთში უშვებდნენ მაგის ჩანთებს რა აწარმოებდნენ რა copy paste ჩინეთში როგორ არის ხა ჩახვალ აი მიწისქვეშა გადასასვლელში განსაკუთრებით არის მაგას ქვია copy market-ი რა რასაც ნებისმიერ ბრენდის რასაც გინა იმას იყიდი. აი პირდაპირ ოფიციალურად ესე ჩვენთან რომ მიწისქვეშაში თავისუფლებაზე რო არის ჩალაგებული ხო იცი? უმაღლესი. იგივე. ნუ ვერ გეტყვი ხა იგივე მე ესე არ დამჯდა რო არ და არ შეიმოწმეა. აი შეიძლება ალბათ იპოვი რაღაცას ხა შანსი არ არის. სხვაობას იპოვი ალბათ. მე ხო გეუბნები არა ვარ მაგისი ექსპერტი რომ ეხა და მოწა დავჯდე და ეხა ამოწმო. მაგრამ მე რას გეუბნები უყურე როგორ სიტუაცია არის. ებძოლა Louis Vuitton-ი და რო ვერაფერს ვერ გახდა ჩინელ ამ კოპი იმდენ დიდი არის რაც არ უნდა ქნა დიდი ბაზარია დიდი ქვეყანა არის ბოლოს გააკეთა ისე რომ მაგათ აძლევდა ოფიციალურ შეკვეთას და ეგენი კურირებდნენ და პატრონობდნენ იმას რომ სხვა სარეწარმოებინა ეგეთივე ეს მამაძაღლობა თუ არ შეგიძლია ვინმე დაამარცხო შეუერთდიო ესეთი ხო ნუ ამ შემთხვევაში ეგეთი რაღაცა იყო რა შეეტენე. ხო, მახარ, შენ როგორც ხელოსან კაცს, მახარ. სხვა რაღაცაა რა. მინდა რომ რაღაც ხელოსან კაცს კითხო რა. ჯოისტიკი გამიფუჭდა. ხო, აი და PlayStation-ს. აი მეც ახლა ძალიან სერიოზულ პრობლემიდან მოვიტანო ახლა. რა პრობლემა? ძალიან ახლოს აი ამ ჩავხოცეთ ხალხო ერთმანეთი. და ჯოისტიკი გამიფუჭდა. ჯოისტიკი, რა უნდა გამიფუჭდა ხო ის კი არა, დაიმტრა, დაიმსხრა, ნულიდან ასაწყობია. მარჯვენა ანალოგი გარბოდა უბრალოდ. რა, აი, რო ჩართავდი მარჯვენა ანალოგი, აი ოდნავ მიხვდებოდი რომ მარცხენა უბრალოდ. იმიტომ რომ ნუ ორიენტაციაზე და სიარულზე რომელიც არის, გასხვისებელი ის. კაკელიძეზე მივიტანე ისა რა ქვია გასაკეთებლად. რამდენი მითხრეს აბა როგორ გონიათ? აბა 80 ლარი. 120 ღირს. ხო და ანუ ვერ მივხვდი მეთქი ანუ 120 ღირდა რა რაღაც პერიოდი 120 ღირდა ქართველის კვალიფიკაცია ხო და არა თან არც თამაშობდა დომინოს ძვირიაო და ეგრე უღირსო იქნება რა შრომა მე მაგას კი არ გეუბნები ერთი არის მუშახელის მომსახურეობა
მეორე არის რეალური პროდუქციის ღირებულებას როგორ აფასებ თქო. მე იმას კი არ ვამბობ, რომ თვითონ მუშახელის თუმცა კვალიფიცირებულ მუშასაც შესაბამისად უნდა გადაუხადო, იმიტომ რომ დროს გიზოგავს, თანხებს გიზოგავს, მასალას გიზოგავს, ნერვებს გიზოგავს და ბევრ რაღაცას, იმიტომ რომ როცა იცის რომ მოვიდეს, რომ ეგ ხო იცი კაპიცა იყო ეგეთი რუსი მეცნიერი რა, ფიზიკოსი და ბრიტანეთში რო იყო, დაურეკეს და უთხრეს, რომ გენერატორი, რომელიც მუშაობდა, დენის გამომუშავებელი გენერატორი, ვიბრაცია აქვს რა. ახალი გაშვებული იყო. ეს რომ მივიდა, ფონეიდოსკოპით გასინჯა და ჩაქუჩი მომეცითო, რა. ჩაქუჩი რომ ისეს ერთ ადგილზე დაარტყა და გაჩერდა ეს ვიბრაცია რა. და რამდენიო? 1000 ფუნტიო. და მაგაში აიო მოგცემთო 1000 ფუნტს, ოღონდ დაგვიწერეო რაშიო რა ეხა. 1 ფუნტი დარტყმაშიო და 999 იმაში რომ ვიცოდი სად უნდა დამერტყაო. ხო და მაგასაც მნიშვნელობა აქვს რა, ანუ მუშას ეხა მაგალითად მე ვიცი კონკრეტული პროფილაქტიკები, სად უნდა მივიყვანო მანქანა იმისთვის, რომ ხარისხიანად გამიკეთოს და ნერვები არ ვიწეწო, მაგრამ მე ვიცი სხვა პროფილაქტიკები, სადაც არეკლამებენ, ის და მიიყვან და აი გამოცდილება რომ ხალხს გაუზიარო, ეგ ცუდია. არა, ეგ აია. მაგას ვიძახით. ეგ აია, მაგრამ ეგ არა, მე მაგას არ ვამბობ, მე ვამბობ იმას, რომ პროდუქცია არ უნდა შეაფასო თქო, ესე თვითღირებულებით. აი მოდი იმის მომსახურეობის სერვისი, მომსახურეობა შეგიძლია შეაფასო, მომსახურეობა რა, მაგრამ ეგ პონტი, ისეთია. მე ხა აი სხვა კუთხით შევხედე მართლა. ის ადამიანი რომ შევედი, დომინოს თამაშობდა და შეიძლება 200 ლარს იგებდა აი დომინოში. შესაბამისად უღირდა 80 ლარად შეწყვეტა იმ ხელის ალბათ. იმიტომ რომ ძვირი გამომითხრა, მართლა ძვირი მითხრა. ალბათ ბევრს იგებდა რა. 80 ლარი იმის შეკეთება. ხო, არა ძმაო. ეგ ჯოისტიკი ეგ არისო, ეს არის. მე მაგისტრის კი არა მაქვს, მე რო კლასიდან გამოგდებული, იმიტომ კი არა. ფენომენი არის მართლა. არ მიღეს ტიპი რომელიც აფს არაკეთებს. აი არაფერს არაკეთებს. მთელი დღე ტყუილზე ხორიან კარგი ხელოსნები და ცუდი ხელოსნები. მთელი დღე ტყუილზე აქ აგებულიო ფული შოს და აი ისიც რომ შემოხედავს და ავირა. აუ ბიჭო ზან გაუბრაზდით ან. აი ხო ეგ რაფი ანუ რაში ჯდება რა? პაკაზუხობაც ხო არ არის ეგ აი რა არის ეგ? იდიოტიზმია მეტი არა. არა მარტო მე ხა შემოშეცამას გეტყვი. იდიოტიზმია. აი მე რო ვიყო ხო და მუშაობდა ვიღაც მოვიდა ის ჩემთვის იქნებოდა ჯესეც რო კმაყოფილო დარჩეს, იმიტომ რომ ის აუცილებლად თავის მეგობრებს ეთყოდა რომ კაი ტიპი ვნახე რა წამო, ანუ ბევრი ფული მექნებოდა და ეს ტიპი რო უკან გავაბრუნო რის გამო, მაინც ახლა ნახე თქვენ არ მიაქცეთ ყოველდღიურ ლოკაციას მე რითი დავიწყე. კეკელდეზე რომ მიხვალ სახელოსნოში ან მეტის ღირსი ხარ რომ ვაფშე ხო, მაგრამ დომინოს თამაშობ რა. ხო არა გავიგებ, არა ეთყობა იმ კეკელდეზე ვინც ცხოვრობს ეგრე უღირს. ხო არა ეგეც არის კლიენტი რა. ეხლა მე ისტორიას მოგიყვები. ამ თვითფრენავზე დავდიოდი მასალებს. და მიმასწავლეს რომ იქ მიხვალო ელიაოს ბაზრობაზე იმას აქვს რა. ელიაოს დადეთ. კი, ეგ ყველაფერი მოსულა, ხო და იქ მიხვალო და იქ იყიდებოდა. შევედი, მოკლედ დიდი ანგარი აქვს, ტიპს გაკეთებული და როგორი რაღაცა იცი? მტრიანი, ძალიან მტრიანი, ერთი აი ამ სისქე აი ფქვილივით რო ყრია, ხო იცი მტვერი რა, რო დადიხარ და რო ფუდება რა, რო დგება. აი ეგრე აქვს იატაკითო, მთელი. აი ამ ანგარში ეგრე არის რა. და ეს უგდია ეს მასალა. აი ეს მინაქსოვილი მაქვს საყიდელი, რომელიც უნდა ეპოქსიდური ფისებით გაჟღინთო და რაღაც ყველაფერს მნიშვნელობა აქვს, როგორ გაიჟღინთება სიმტკიცეს იმ. უგდია, გაიგე? და წამა მეთქი ესე 5 მეტრი მჭირდება მეთქი რა ეს მასალა ხო და ხო და არა გითხრა ხა ხო აიღო ნუ ჯერ აროჩი რა მანამ ეს სიგარეტი გამოიღო მანამ ουალი დაგადო მე ცალ-თვალით გადმოგხედა დაიწყო კაროჩი ამ აზომვა და პირველი ნაჭერი რაც იყო პირველი მეტრაჟი რა პირდაპირ ეთყობა ნაფეხურებია ეს და მთელი ამბები მეთქი ეს არ მინა რა სუფთა მომეცი მეთქი მაგაზე ცალკე გაჭედა ტიპს ეუბნები რომ მეთქი ესე რატო გიგდია ეს მეთქი რა გაასწორე თქო რა გაასწორე მეთქი და იმტოერება თო ცოდო არ არის ესეთ მასალას ესე რო აფუჭებ მეთქი და ხო იცი რა გააკეთა ხო აბა ეხა სუშენ გისმენო და ესე ხელი კრა და დააგდო ისევ თო აი ეგ არის დამოკიდებულება რა შენი საქმის მიმართ არის დამოკიდებულება მეთქი არაფერი ანუ შენ ან გიყვარს საქმე რასაც აკეთებ ან არ გიყვარს თო თუ არ გიყვარს რატო აკეთებ
ბიჭო ხონა ეხა რაღაც სიგარეტი ხონა უქონდეს თო რა გავიგე და რაც გიყვარს ის გააკეთე და არ უყვარს არაფერი და რა ქნას თო რაც უყვარს იმის ფული არ არის ჩვენთან ხო იცი როგორა ყველაფერი არის დროებითი რა აი ეხა აქ მუშაობ და მე ვნახოთ რა ხო ეგრე უყურებენ თავის საქმეს და მთელი ცხოვრება იმაში არიან არა ხო თუ რაღაც საკეთებ კარგად გააკეთე რა ბარემ რა ო ოღონდ ის არის რომ მე ინდოელი რომ შენზე უკეთესად აკეთებს გამოდიხარ და იწყებ რომ ქართველობას გვართმევენოთ იმიტომ შრომის ანუ ვიცი ბევრი ვიცი შრომის მოყარე მაგრამ ერს გჭირს ანუ შრომის მოყარები არა ვართ ანუ აი მეც დაშლილებში რომ მივდივარ ხოლმე ხო ეს ზედახურა არის ეგ ვანახე ეგ კამერა წაიღე ერთხელ ბიჭო ეგ არის კონტენტი შენ დაშლილებში რატო სულ აი ხო შეიძლება დააფასო რა აი რაღაცა მოტორის დეტალი აქედან აქ ხო შენ თვითონ ბიჭო რო შედიხარ აქ რას იგებ რა მაინც აირევა ბიჭო შენ არ მეურე ისე ქედი რანაირად რა მაინც დაშლებს მედულებს აქედან მოკითხვა რო ეგ იგივეა რა მოკლედ ის რა ქვია ფეხები არ უნდა დაიბანო იმიტომ რომ მაინც გაგიჭუჭყიანდება მე ბავშვობაში თქვენ ხო საწყოს ალაგებას რომ ავლებდი რომ მაინც უნდა დავწვეთ ხო რა ხო ხო და ეხა დიდი ვარ უკვე და ეხა ჩემი თაღარ ვალაგებ იმიტომ რომ მაინც უნდა დავწვეთ რა რენდომ თემები ჩვენ ზუსტად ჩვენ გვაქვს რენდომ თემები ეს ხალხის დაწერილი ხარ მახარ კალამი და რომ რაღაცნაირად ჩავრთო იმიტომ რომ ძალიან კონტექსტიდან ამოვარდნილი საერთოდ არა მე ვარ სახელოსნოში რომ მიიტან რაღაც გაგიფუჭდება და ტექნიკურად ლაპარაკობენ და არაფერ არ გესმის აგას გეუბნები აი მე არ მეკუნა მე ერთკვირენ ლაივი მორჩი გუში დავამთავრე და ცოტა პახმელიაზე ვარ ანუ ზუსტად მართლა არ მეკუნა თვითონ ვაფშე არ მახსოვდა რა ხო და მაგრამ მე მაინც ვეძავდი რეაქტიული ძრავიდან რანაირად გადახვედი ეგრე უცებ არა რეაქტიული ძრავი რა იყო იცი ვაფშე გეტყვი რა მაგარი ისტორია იყო ჩვენებს ჰქონდათ გამოფენა დუბაიში უნდა გამოეფინათ 31 ქარხანას უნდა გამოეფინა თვითფრინავის მაკეტი რა რომელიც საქართველოში უნდა გამოსულიყო და მე მთხოვა დირექტორმა მაშინ რომ ჯო კაი დიდი სტენდი გვაქვს რა ხო და მოდი არ გინაო რომ თქვენს გამოიტანოთ რა მე და არაფერი არ არისო რა საჭირო მაგისთვის თანხები და რაღაცა შენი არ დაждდება პროსტა გააკეთეთო ისეთი მაკეტიო რომ თვალში საცემი იყოსო და ჩემი ბიჭებთან ერთად დავჯექით კონცეფცია მოვიგონეთ ძალიან ავანგარდული კონცეფცია არის რო აკრიფო მიმინოჯეტ ამოაგდებს რა მიმინოჯეტ ხო და დიაჩკო რა გააცრე კაცი გაგვიკრიფე რა მოკლედ ფაქტი ის არის რომ თუ ერთი თვე ქონდა რა ვადა ამ ერთში გავაკეთეთ ერთ-ერთთან მაკეტი თან ძალიან მაღალი ხარისხით და პლუს კიდევ მოახერხეთ იმ შესაძლებლობით რაც საქართველოს შეიძლება და აეროდინამიკულ მილში გამოგვეცადა რომ რეალურად დაფრინავს თუ არა და მინდა გითხრა რომ ძალიან მაგრად დაფრინავთ და მოკლედ ბუდიში აეროდინამიკულ მილში გამოცდა რომ აუხსნათ ხალხს რა ხო არის მაკეტი თვითფრინავის მაკეტი ანუ დაუბეჭდეთ სპეციალურად 3D პრინტერზე სადაც ფრთის პროფილი ყველაფერი იყო ზუსტად გამოყენებული. მე ეს აეროდინამიკული მილი იყო საავიაციო ინსტიტუტში, რომელსაც სასწავლებლად ხმარობდნენ, მაგრამ ჩვენ უკვე რეალური მოდელის იმის რა ქვია გამოსაცვლელად გამოვიყენეთ და იქ რო დავდეთ ეს მოდელი მოკლედ საკმაოდ კაი ისინი შთამბეჭდავი მონაცემები აჩვენა რა საფრენოსნო მახასიათებლები. მართალია იქ რაღაც კორექტივები მოითხოვა, მაგრამ ბაზა უკვე იყო მაგისთვის რა ფუნდამენტი იყო ჩადებული და მოკლედ სადღაც ერთ თვეში გავაკეთეთ რა პირადი ინვესტიციები დავხარჯე მაგაზე რომ ეს მაკეტი გაგვეკეთებინა და იყო იმისთვის გაკეთებული რომ ვთქვათ ერთადგილიანი რეაქტიული თვითფრინავი ქონოდა რომელიც სადღაც 500 კმ/სთ ან ვითარებს და შენთვის кайფობ. ნუ ეგ იყო გათვლილი იმაზე რომ დუბაიში ძალიან ბევრი არაბი არის ფულიანი ვისაც ევასება ეგეთი რაღაცეები რა. და მოკლედ 1 სექტემბერს უნდა იყოს მზათო და 1 სექტემბერს იყო მზად და რომ მივედი უკვე მზად არის მეთქი მაკეტი უკვე არაო გადაიფიქრაო მოკლედ ქვეყნის ინტერესები აღარ იყო ის რომ მაგ გამოფენაზე მიგვეღო მონაწილეობა მე ვთქვი დროშის პონჩი მაინც საქართველოს დროშა რო ჩაარჭოთ უბრალოდ დუბაის ავიასალონზე რომ საქართველო არის იქ მონაწილეობს უკვე მაგარი პონტია თქო მაგრამ ნუ სამწუხაროდ არ გამოვიდა რა ცუდია და ის მაკეტი დევს ეხა სავარაუდოდ მალე გადავიტან ჩემთან მუზეუმში და იქ იქნება რა. მაგრამ ნუ არის ისტორიული ფაქტი არის ეგეთი რომ ჩვენ გავაკეთეთ. მე შეიქმნა უკვე რადიო მართვადი მოდელი გავაკეთეთ პატარა, იმიტომ რომ იმაზე ვცდიდი უკვე
რამდენად სტაბილური იყო თვითმფრინავი რა და ძალიან დიდი მნიშვნელობა ქონა იქ ფრთის რა კუთხით რა გრადუსით აყენებდა 9 გრადუსაც უკვე ძალიან დიდი მნიშვნელობა ქონა იმიტომ საკმაოდ ექსპერიმენტალური არატრადიციული სქემის თვითმფრინავი არის და ამის გამო აი კლასიკური მიმართულებით აეროდინამიკას ვერთული რა სულ ექსპერიმენტებში ხარ მაგას აქვს თან თავისი მუღამი რა რომ სულ ექსპერიმენტებში ხარ მე უკვე წავედით იქამდე რომ მოდი დიდი აეროდინამიკული მილი გავაკეთოთ თქვათ რა ამოთახის ხელა და იქ გამოუცადოთ და რაღაცები და მე გავანები მეთქი თავი რა ისევ საათები ორჯერ არა პროსტა დიდი ინვესტიციები უნდა რა ანუ ეგ თემას რო აწევ აი ავიაციას რო იწყებ ხო ეგ არ არის ათეულობით მილიონზე საუბარი რა ასეულობით მილიონზე არის საუბარი ამიტომ როგორი რაღაცა არის მით უმეტეს მაშინ როცა ბაზა არ აქვს და ნოლიდან იწყებ მიწა უნდა იყიდო გათხარო იქ ქვევით მილები გაიყვანო ეს აეროდინამიკულ მილს თავისი სქემა აქვს ამერიკიდან გამომიგზავნეს ეგ ამერიკული იმის აეროდინამიკული მილის სქემათან და მთელი ამბები თვითონ იმ დანადგარების ყიდვა კიდე ცალკე თანხები არის და რო დავთვალეთ მეთხე წავედი მე ხარ მცალია მე სამის მე დაგირეკავთ ავიაციიდან ორჯერ წამოხვედი სამჯერ ხო ველდა ის კაცი რამდენჯერ მიეცი ხო სამჯერ ხო რაღაცა რიგრიგობით ჩამოთვალეთ ქართველები კითხვა მოვიდა რომლებმაც საქართველოს სახელი გაუთქვეს მსოფლიოს მასშტაბით პირველი ვისაც ამოეწურება ბოლოს გაჟღერებული ადამიანს უნდა თხოვოს ამ პოდკასტში სტუმრობაო რიგრიგობით ჩავთვალოთ საქართველოს ვინ გაუთქვა სახელი მე დავიწყო თუ კალანდარი ვერ იწყებ თუ რა როგორ გაუთქვა სახელი ის რატო არ წერია თუ კაი პონჩი თუ ისე რა პონჩი ცნობადობა გაზარდა საქართველოს მოდი ესე ვთქვათ ავად თუ კარგად გაიტანა ჩვენი აი მოდი თვალიშვილი დავიწყოთ რა უკრიდან მიყვეთ მე რავი მაგარი ბიჭი ძალიან მაგარი ბიჭია ძალიან მაგარი ქართველია მაგარი პატრიოტია თან ალალია და თქვენი საათი ზუსტ დროს ნუწელა რა შენჯერი ხო, კაი აღარ გავწევა. თქვენი საათი ეკეთა რა, თან. ხო, კი, ჩვენი საათი უკეთია და გარკვეულწილად ჩვენი ამბასადორია რა. მაგარი ბიჭია. შეიძლება ძალიან მაგანაც ხო არ მისცა რა, ხო. იცი რა არის, არ მგონია რომ მაგას მიეცა, იმიტომ რომ იმდენად მიზანმიმართული არის და იმდენად ესე ვთქვათ, შინაგანად ძლიერი ადამიანია, რომ თუმცა მინდა გითხრა, რომ პრესკონფერენციებზე ძალიან ამშვენებს. ხო. მე რაღაცა მაკლია ხო, აი პრესკონფერენცია ადუძებს, ხო და რაღაცა მაკლია სულ რა. რა გაკლია ხო გააქვს საათი? შენ რო გქონდა პრესკონფერენცია. ბიჭო გავიგე უკვე ერთხელ მითხარით ორჯერ სამ. რა არის, ვერ გავიგე. ერთ და იგივე. როგორ არის ის ზია? ხო არ შეიძლება წახვი წამოხვიდე ეს. ადამიანი ლამაზია ხო, მაგრამ რაღაცა აკლია რა. ხო. ძალიან კაი იყო ავიაცია, არა, ზია, სათქმელი გაქვს ხა ერთი კაცი. მე უნდა ვთქვა? ვეჯიბრებით. თვითონ ვიზეს დამთავრდება იმას მოუწევს რომ გამგაცნოს დაპატიჟოს. უკვე მე გამომბელება დარწმუნებული ხავი მაგაზე. ო, ჩვენი ფეხბურთელები თო ნებისმიერი აიღე ხა რა, საქართველოს სახელი არ გაუთქვეს. ვინ მაინც? იგივე კვარა აიღეთ ეხლა. ხო, კარ, მეტი აღარ ათქვა. აი, ილია თოფურია. ბაზარი არა. თუთარაული. კი. ო, ნუ ის აიღეთ რა ქვია, დემნა აიღეთ გვასალია. ოპა, სხვა იმაზე გადავედით. მოდი, მე გენოს ვიტყვი და מחარას აღარ ვათქვევინებ მე. რა სამათქვევინებ? მე ჩემ ძმაკას თუ იძახ მაშინ ლაშა ტალახაძე. შენ არავის ცნობილ თან არ ძმაკა, აგერ მე და ზვედი ძმაკას ვიყავ. დღეიდან შენ ეგ. აუ. რა იმენა ვაზელინი, გიორგი ვაზელინი מחარაშვილი ვარ რა. კი, კიდე ვინ? ბოდიში, კი, ჩემზე თქვი თუ უბრალოდ სიტყვას მოყოლე. შენზე თქვი და სიტყვასაც მოყოლე. მე დიზაინერი ვარ და მაქსიმალურად წურავ ყველა. იცი რომ ეს დიზაინერი რა, როგორც მოუშენ გრაფიკოსი. მართლა რა მაგარია. აგიტო გვესმის ერთად. ძალიან მაგარია. გლეხები ყიზიან, აი. კომპის რაზე ვსაუბრობთ ბიჭო? ჩვენი მსახიობი რო არის რა გვარია. შეიძლება ისეთა პულტი მივიტანე გასაკეთებ. ხო. რომელი ერთი? ჩემ აი სახელები და გვარების უმავიწყდება. მე არასდროს სათამაშობს და დაგეხმარება. ეს ჩვენი
ნინიძე კაც. მერაბ ნინიძე. აი, მაშინ იყოს, მოდი, ლევან უჩანეიშვილი. მე მინდოდა რომ წაგეგო რომ ნინიძესთვის მიგვიმართა რა სტუმრად. მერაბ ნინიძე. ეხა ამერიკა. არა, მახლა წააგებს ეხა. დონალდ ტრამპი. ხო, ჭიათურელი ისოა, ხო? დედა ყავდა ქართველი. ბებია. ბებია. ყველა ბიჭა რა მაგრები ვართ. მე სომხებს მეუბნებით ხომ, მე ყველაფერს იწევებთ, ანუ ვინც კი ცნობილი იყო და სოფლიოს რამე უკრა, ყველას დედა ხაშურები არიან ქართველი. აი, წააგო מחარამ. მიმართე ლევან უჩანეიშვილს, რომ ბიჭო, ქართველებს სახელი ვინ გაუთქვა, იცი კიდე, მაგრად? აბა. ომალი მროწაასხა მაგრად რა. შანომალი. აი, კიდე უნდა იყოს ეგ. არა. კიდე უნდა იყოს. ვიცი, ხო ეხა შვიდშია. ბიჭო, რა საქართველოს მაგრამ ის არის, ხო. აგენ ძალიან ბევრი სპორტსმენები, რავი, ისე მსახიობები. მომიწია რატომღაც მომიწია წაგება. ამიტომ მიმართავ. თუ თარა უსრო მომიწეს შეთან. ვინმე არ აკავდა ახლობელი არ გამოიარა და არ გითხრა რომ მოიხსენი ვან. თუ რას გიხარ მართლა ბოდიში რა არ მიყვარს ხომ ეს ბოდიში. კი, მყავდა ეგეთი ახლობელი ახლა მელაპარაკება. სტუმარს შევთავაზოთ. წინა პოდკასტში მითხრა რომ მოვალო ლაივი ქონდა ერთგვარიანი. შეგითხელებოთ მას ცოტათიო. მე? აი ეს თუ შეთხელებაა, რავი. თელი ბავშვობა მინდოდა ზუსტად. შეგისწორებ. ჯამით რომ აჭრდნენ ხოლმე მეც ხისთვის შემეჭრა და მოკლე ჯამი ვიპოვე. შეკითხვა სამივეს. ყველაზე ცნობილი ადამიანის ვისი ნომერი გიწერიათ ტელეფონშიო? ვა, შენი უფრო საინტერესო. ვიადის უფრო საინტერესო იქნება. შენსაც ვიტყვი ახლა მოიცა. არც გვარს ვიტყვი, არც სახელებს და არც ნომერს. ბოლო ციფრი რო გითხრა პროსტა. აი, ცნობილები, სხვათა შორის ბევრი ცნობილი უცხოელის ნომერიც მაქვს, ძალიან ისეთი. აი, ვთქვათ, ბოლოს ჩემპიონების, ცნობილი სოფლიოს წამყვანი დიზაინერების და ეგეთი ტიპების ნომრები მაქვს რა. დემნა გვასალეს ნომერი გა? არა, დემნასი არა, დემნასი. არის ისეთი ვინც შეიძლება იცოდეს ხალხმა მასიურად. შეიძლება არ იცოდეს, მაგრამ ნუ თავის სფეროში ძალიან ცნობილები იყო, ხა ვთქვათ იგივე სულ ამბობ ხოლმე, იგივე დაუერის, რომელმაც კაი ხანი რეკორდი ეჭირა ყველა სწრაფი მანქანა ქონა გაკეთებული და ვთქვათ იგივე დიზაინერების, ცნობილი დიზაინ სტუდიების შეფები ვინც არიან მაგათი ისე ვთქვათ ტელეფონის ნომრები და ასე ჯეიკობენკოს ტელეფონის ნომერი. ჯეიკობენკოსი არ, ჯეიკობენკოს ერთი ხელის ჩამორთმევით ვართ ესე ვთქვათ რა. მაგრამ თვითონ ჯეიკობს ზვიადის ნომერი აქვს. 577. თვითონ ჯეიკობ მოიყვანთ ის გვეთქვეს ზვიადს აუცილებლად. კი. 12 და მაგრამ შენ ვის ნომერი გაგვე? მე מחარას ნომერი მაქვს მეგობრებო და ეს არის ჩემთვის უდიდესი მონაპოვარი. აი, ერთ-ერთ გიას ურამაშვილის ნომერი არ მაქვს და ძალიან გული მწყურა. დავაი. გია. თუ შეიძლება. გია. ვის ამისი? მოგაგები ხოლმე რა. აკეთე რაღაცას. ამას დავდივარ. სოფლიოში ყველაზე დიდი დიამეტრის მქონე მექანიკური საათი საუდის არაბეთში ერთ-ერთ შენობაზეა მიმაგრებული. დაასახელი ამ საათის დიამეტრი, შორს ვინც იქნება ხელით უნდა გააკეთოს საათის ისრები მომდევნო 1 წუთის განმავლობაში. კაი, დავწეროთ, ხო ეს უნდა. ან რა აზრი, აქ აი და უკვე დაიწყო. კურიერი იწყება, შეჭო მოძრავი გააკეთე? გავიგე, წამები რითი გავაკეთო, მაგრამ ახლა არის ერთი ვერსია, რითი უნდა გააკეთო. თუ შემხედავ ვაკეთე. ორი სრიანია თუ სამიანი, მაგასაც დიდი მიჩნევა. თუ სამიანია, მაშინ არ გეყობა. ჯერ ვინ წააგებს. დავწეროთ იმაზე, מחარ კალა მიაწოდეთ სტუმარსაც. ციფრული რო გავაკეთე. ციფრული ხო ის 4 და 3. არ თქვათ რა. ეხა ბიგბენს რამდენი იქნება? საათ? ბათუმის საათისა რამდენია? პატარაა. პატარაა ბათუმის. არა, ბათუმი არ იქნება დიდი. კაი, გვაქვს რამე პასუხი? ბიგბენში შედიან, ხო? מחარ. მოიცავთ უკენდან მექანიზმს შედიან, იმიტომ რომ სხვანაირად ვერ გააგეთ. ცოტა ისე მაინც გავზომო, რომ ძალიან არ ავწდე რა. 1-2 მეტრი ხო არ მე. რამდენი კაცი შედის? დიამეტრში? ვავი, 8 მეტრი? არა, ერთდროულად უნდა. ერთდროულად თქვათ ყველა? 20 ვიძახი მე მინიმუმ. თან. სამთლაზე. შეგიძლიათ შეცვალოთ პასუხი ზვიად. არ შევცვლი, 8 მეტრი. 2, 1. 40.
20 8 მეტრი. 40 მეტრი. სტუმრის 40 მეტრი არის? ძალიან დიდია 40 შენობა მეტრი. რომ აყიდაო. ყურადღება. ჰა, სწორი პასუხია. მიდი 22. სტუმრის წაგება არ მინდოდა ამ თამაში. 43. 43 მეტრი? ბიჭო, 43 რა არის? 43 მეტრი შენობაზე არის. დიამეტრში 43 მეტრი. ციფერბლატის დიამეტრი. დიამეტრი. 8 ცოტა არ არის. 43 მეტრი რა. ბევრია. გვაჩვენი აბაჩი ერთი რა. აი დაგუგლე. ხალხმა შეგამოწევ. ტელეფონში დაგუგლე. დაუ გუგლო ეხა პროდიუსერი შენახე რა მიკრიფე რო გეუნე. 43 მეტრი კაი დიდი არის თო. ხო. ძალიან დიდია. ნახევარი სტადიონია რა, 43 მეტრი. ხო. და რა შენობა ეგეც გითხარი. სოფლიოში ყველაზე დიდიაო და ალბათ ხო მაგრამ რატო არ მოგონებოდი? ჩვენ ბიჭო გაიგე ხოლმე პასუხი. გავიგე 43 მეტრი ბიჭო, რავი ეხა 20. ძალიან დიდია 43 მეტრი მექანიკური საათისთვის უბრალოდ ისრებს წონა ექნება. ნახე. ეს ეს არის 40. არა, ისე გრაფიკულად არის გაკეთებული. 12 მეტრია როქველი 15, 20-ია ბრაზილიაში, უკრაინაში 22, სამხრეთ კორეაში 24, ინდოეთის რო არის ეს თურქეთში ყოფილა 16 მეტრიანი. ოპა, აბაჯ ალ ბულტში. საუდის არაბეთი არის თუ. აბაჯ თან მოოქროვილი იქნება ისე ხო არის. კაი, მე მაქვს შემოთავაზება სტუმარს ვაპატიოთ წაგებული სასჯელი და מחარამ გააკეთოს. მოიცა. რა უნდა გააკეთოს? საათი. ჩემგან საათი როგორ უყურებს? კერდა. შენგან. ჩვენ ვხედავთ სწორად ესე, ხო? მაიც საით არის მე. ხო, აბა მიდი გამოხედე. ეს წავიდე? უეჭველი? ხო, პირიქით. არა, ციფრული გააკეთე რა გეხოცებ. ბიჭო, ცებ ეგრე არ მოძრავ, რა პრინციპი იცი როგორია? დღეებით აწერე, დღეებით რო გაგვიკეთო. ციფრულის დღეებით თქვი რა. ორშაბათი? ექვსი ხო არის. სამი. მე მუშაობდი მაგაზე, პატარა მატორჩიკებით მინდოდა ამეწყო და იმდენად შრომატევადი აღმოჩნდა რომ შევეშვი. საათები რო განახეთ. იქ, აი ეგენი ეგრე მუშაობ. ციფრულია გაკეთებული მექანიკურად. იმას ჩატევა. აი ეს დაქოქაო და მე ახლა მატორი მქონდა ის აი მე იმ საათს ვიყიდიდი מחარას გამოსახულებით და ესე რო აკეთებს ხეცა დაიხედა და מחარა რო გეუბნება რომელი საათია ძალიან კაი. კაი მახარა. იმენაც კალატოზი აი გამგონებაში შენზე უარესი ყოფილა მართლა. რატო რა მაგარი იდეა ვთქვი? ბიჭო საათის ზომაში მე მოგიგეთ. ასოციაციების თამაში. სტუმარი ამბობს სიტყვას מחარა და კალა ერთდროულად მოკლედ ესეთი თამაში გაქვს სადაც თქვენ ძახით ნებისმიერ სიტყვას და რამდენიმე დრო გვაქვს და მე და კალას უნდა მოგვივიდეს ასოციაცია ამ სიტყვაზე მაგალითად მაწონს რო იტყვი მე რო ვიტყვი თუ სამამდე რო დაითვლი ჩვენ რაღაცა რძე უნდა ვთქვათ ერთად თუმცა შენზე დამოხტო წავაგებთ თამაშდება ოქროს მონეტა თუ 3 ისა 2-ით 0-ს მოგვიგებ ამ ოქროს მონეტას რაღაცაში გაგიცვლით ნამდვილი ოქროს მონეტა არის ალბათ რა ხო ერთი უკვე წაგვართვეს წინაზე, სულ ორი თამაშდებოდა, თუ ვერავინ მოიგებდა მე და კალას გრჩებოდა, ეხლა მე მრჩება, მაგრამ თუ წაიღებთ აეროგრაფი. მე რას ვფიქრობ, იცი ის რასა იმას არა, მე ვერ ფიქრობ, ყველა ფიქრობ შენ. ამ თამაში მინიშნებები დაშვებულია ბათონზე, ეგ იცით რომ ეგ არის ხო თავარი. როგორ სიტყვიერი მინიშნება. არა, შეიძლება სხვა სიტყვა არსებობს, ვიპროჭოთ და ერთმანეთს ვანიშნოთ. ესენი ანიშნებენ ყველანაირი მეთოდით და თქვენი მიზანია რომ დაუბლოკოთ ეს რამეს თუ მიხვდებით რა ანიშნა. ჩვენ რომ მიხვდეთ ოღონდ რა სიტყვა გითხარით. იმ სიტყვას დაუბლოკავთ და ვეღარ აი მაგას ველოდები ხა როდის მიხვდებით რა სიტყვა გითხარით. აეროგრაფი ხო? ხო. პრობლემაა. აი ნორმალური ადამიანი ალბათ მიხვდებოდა რაც უნდა მოვიდეს თავში, მაგრამ აბა ის ვაფშე სხვაგან არის. კალა. ვერა, ხო? ზათხარ? რავი. ზათხარ? კი. מחარ? ავი ხო, რა ვიცი. დაუთვალეთ, აბა. სამამდე დაგითვალეთ ბატონო. სამამდე რა დაგითვალო? სამამდე რომ ერთად თქვა სიტყვა. 1 2 3 ფიფრინავი. ბიჭო.
რას ვიტყოდით ახლა? ერთ-ერთი ეგ იყო საკვანძო სიტყვა, რაც შეიძლება ყოფილიყო მაგ სიტყვის მერე, ანუ თვითფრინავი? ხო. არანაირ კავშირში არ არის. ხო. სადაეროგრაფი და სათვითფრინავი. აეროზე ერთ-ერთი რაც იყო ეს იყო. ეს მოგვაფიქრდა და რა გავაკეთოთ? ხო. არანაირ კავშირში არ არის. რა არის აეროგრაფი? სახატავი ინსტრუმენტია რა, ღებავენ მაგითითო. თვითფრინავებს, ხო? არა მარტო თვითფრინავებს, ყველაფერს კავშირში ყოფილა. პატარა რაღაცებს ხატავენ მაგითი. აი ნუ მიანიშნეს როგორ. ჩხილებსაც ღებავენ მაგითი. არა, თვითფრინავის გარდა მაკიაჟსაც აკეთებენ ეგერ სახეზე, თო. აეროგრაფის წვრილი ის. წვრილი რო არ და საღებავს რო ასხავენ, კი? უბრალოდ აეროზე მოგვივიდა ეგ. აი ო, რა თქმა უნდა. სუდი ხალხი არის. 1-0 1-0 2-მდეა. 2-მდეა თამაში, 1-0. რეის ფედერი. რა ის? იმაზე ხო რა. მიდი ხო ხელოსანი კაცი ხარ מחარ, რა ხო იცი? ავიგე, შეჩემა სამჭკვაში ვარ, ის ქრისტეგმეტიკერვარ სასწავლი მოახდინე. ხო. აბა რეის ფიდერი, ხო იცი? მეშიდე ბლოკი რო იყო რა. რეის ფიდერი. ხო. რეის ფიდერზე מחარ ძალიან მარტივია. რეის ფიდერზე? რეის ფიდერზე არის, იცი რა უნდა თქვა? აკნა. დაგვინძრა מחარ. თან საბჭოთა კავშირის დროს მრავალი გამოყენების ის ქონდა, რა ქვია. ფუნქცია და მე ზუსტად ვიცი რა უნდა ვთქვა, მაგრამ ის სხვაგან არის. არა, მე ზუსტად ვიცი რა უნდა ვთქვა ეგრე შეჭემა. აი, სამი დაგვითვალ. არა, მოიცა ერთი აი, წამი. რა ვინ გამოდგება? ერთი წამი მოიცა. ერთი ადგილი. დავიცადო? რეის ფიდელი. რეის ფედერი. სიტყვით ამ მსგავსებ? აი, რეის ფიდელი არის სიტყვა და რა ვიცი, რეის. ხო. არ ვიცი, კაი მედი ჰა. ხო. 1 2 3 რეის ხლუმწი. ბიჭო, ხლუმწი არ თქვი შენს? შე რა თქვი? არ ვიცი ძმო. ბიჭოს რა თქვი შე? ის გამახსენდა, არ ვიცი რა. რეისმუსის ხო არამე არის. მოგლეთ, ესეთი ინსტრუმენტი არის, პირი იხსნება, არეგულირებ და ტუშს ასხავდნენ მაგას და მაგითი აკეთებდი ნახას სხვადასხვა სისქის ხაზები შეგიძლია მიიღო. მაგას საბჭოთა კავშირის დროს ქალები იყენებდნენ წარბების დასაპუტად, იმიტომ რომ პინცეტს ვერ შოვიდი, გაიგე და მაგითი იფუტავდნენ ხო. რეის ფიდერი. ეგ არის რეის ფედერი. რეის ფედერი. სიტყვა რეისმუსი გავდა. ეგ ყველა საკანცელერიო იმაში, რა ქვია, ნაკრებში იდო ხოლმე ყოველთვის ფარგალი და რაღაცა რო იყო, რეის ფედერი აუცილებლად. აი, აჩი, ეხლა შევცვალოთ წესები. ერთით-ერთია. აქამდე ეგრე იყო უბრალოდ სტომარს ყურადღება, ერთით-ერთია ანგარიში. ეს უნდა ვიცოდეთ რას ნიშნავს. მესამე სიტყვა უნდა თქვათ და თუ აცდებიან ოქროს მონეტარი თქვენი. თუ ვერ დაემთხვევიან ასოციაციაში. ეხლა უკვე სიტყვა უნდა ვიცოდეთ მაშინ. ჯერ თქვა სიტყვა იქნება ისაც იცით. რაღაც არ ამგონია. რეის ფედერი ვიცოდით ეხლა, არ ვიცოდით. ცოტა უფრო მარტივს ვიტყვი რა. კოჭა ხარი. ცოტა რომ ესე ვთქვათ, უფრო მეტად ხო რა. დაბალმაც განათლების ტიპებმა რომ გავიგოთ. ეგრე ჯობია. ვატმანი. ვატმანი უნდა იცოდე ხა აჩი რა არის. ვატმანი არის. იცი შეჭება. მართლა? შენ არ იცი? ყველაზე ისეთია რა. ეხა გაიწყვიტავენ ყველანაირ სინდისის ძარღვს. რო იცოდეთ. ყველაფერს იკადრებენ, იმიტომ რომ აი. სადორ. მზად ორივე? კი. 1 2 3 ბეტმენი. როგორ მიანი? ანუ როგორ და თითები ოდიშინასიან. გვიწაი რაც ახალდე ვერ ვიპროჭეთ ეხა გავხსენით ჩვენა რომ ძალიან ცუდაცავა რა. როგორ მიანიშო და ეს თვალებს ვიფხარ ეს. ამ პლაში მოვიფარე, ყველაფერი გავაკეთეთ. ფრენა დაიწყე ხო? აურა მაგრამ მოიფხარა. მაგრამ ვიცი რა. ქაღალდია თო. ქაღალდის ტიპი არის ეგეთ სპეციალური ქაღალდის ტიპი იყო ვატმანი. ვატმანი ის არ არის კაცო? ვინა? ტროლეიბუსის რა ქვია? ის ბიგელებია. არა. შევიდო ნორმალურად ხა ბიგერ და ბატმენი როგორ აღერია ერთმა. მოიცა ეხა. ვატმანი არის ქაღალდი. თავიდან ბოლო. კონკრეტული სიმკვრივის და კონკრეტული ფაქტურის. ამელეში მე შემეშალა.
ქაღალდიც არის, მაგრამ კონდუქტორის სატრანსპორტო ორგანიზაციის თანამშრომელი, რომელიც თან დაყვება საზოგადოებრივ ტრანსპორტს. ეგ გვარი როცა არის, ვატმანი მაშინ არის, კაი. არა, ავტობუს, ტრამვაის და მატარებელს დაყვება. მაშინ და კონდუქტორები ვატმანის გვარით ხებულობდნენ მარტო. ვატმანს ეძახდნენ ამ პროფესიის ადამიანს. უფრო მაგარი ინფო გითხრა. გვარის გამ. ეხლა ხო, ალბათ, მაგრამ ტროლეიბუსში რო ხალხი და ავტობუსებში ეგენი სულ ვატმანები არიან გვარად. ის არის რა ქვი, ხო? აი ვატმანი, მაგას ეძახდნენ ადრე ვატმანს რა. დღეისათვის ბოლო რენდომ თემა. შეკითხვაზვიაც, ავტომობილის პროექტის ამბავი რო გავიხსენოთ და სად გაიჭედა ეგ თემაო. რომელი ავტომობილის თემა? რომელი გაინტერესებს? რომელს გულისხმობს? არა, მე ბევრი პროექტი მაგაკეთებული და რომელს გულისხმობენ, ვინსად გაიჭედა, მანქანა მე გავიჭედე, პროექტი გაიჭედა. ვინსად აჩიკო გაიჭედა, ეხლა იმიტომ რომ ვერ ხვდება. არა, მე მეგონა ესეთი ამბავი, რომ მანქანის დაპროექტება მოხდა, აიწყო მაკედის რაღაც მუშა ამბავი. რომელი მანქანა, რომელი? რამდენი იყო მანქანების პროექტი? ბევრი. მე მუშაობდი მანქანების კომპანიებში. ხო და რომელ პროექტზეა საუბარი? ბევრად ახალგაზრდა ხართ გრძელი თმებით და მანქანასთან დგახართ რა ფერის მანქანა ვერცხლისფერი? ვერცხლისფერი. ეგ არის ხო, ეგ არის რუსობალტი, რომელიც დავიწყეთ როგორც ბუგატი, ისე დაიწყო ეგ პროექტი და მოკლედ საბოლოო ჯამში იმის გამო რაღაც პრობლემები შეიქმნა სახელთან, იმიტომ რომ მაგ პერიოდში Volkswagen-მა იყიდა უკვე ეგ სახელი, მაგის გამო მე გამოვიდა უკვე რუსობალტის სახელით. ეგ მანქანა არსებობს, გერმანიაში დგას, ეხლა ზუსტად 2 კვირის წინ ვიყავი ჩასული გერმანიაში და იქ მითხრეს რომ აქ დგასო. და ერთი წალი არის სუდამზადებული, შემკვეთ საკმაოდ ძვირი დაუჯდა, როგორც მითხრეს და მოკლედ სერიოზული მოდელი არის, მე ვილადესტეში ქონდა გამოფენილი, ჟენევის ავტოსალონზე ქონდა გამოფენილი და მოკლედ მინდა ვთქვა, რომ ერთ-ერთი ისეთი განსაკუთრებული პროექტი არის ჩემს პორტფოლიოში. მაგრამ სად გავიჭედეთ, სად რა მოხდა, აბა მითხარით ერთი რა მაინტერესებს. მე მეგონა რომ ეს წარმოებაში უნდა გაშვებულიყო. წარმოებაში უნდა წასულიყო, მე როგორც მახსოვს, მაგაზე იყო საუბარი, რომ 5 წელი უნდა დაემზადებინათ ეგ მანქანა. მაგრამ დიდი ბიზნესი, დიდი ბიზნესმენები და იქ რა ხდებოდა და როგორ ეხა მე მაგ სამზარეულოს სიმართლე გითხრა და ბრაზილიური სერიალები არ მაინტერესებს ხოლმე. თქვენი პროექტი იყო უბრალოდ დიზაინი. ხო, ჩემი პროექტი იყო, კონკურსი იყო გამოცხადებული, სადაც 150 დიზაინერი მონაწილეობდა, მე გადაირჩა 30 დიზაინერი, ბოლოს დატოვეს 15 დიზაინერი და ბოლოს გაიმარჯვა ჩემმა პროექტმა და ეგ პროექტი დაიწყო მაგ პროექტის განხორციელება მე რა. ხო და სხვა შორის განხორციელდა გერმანიაში ბოლოს, იმიტომ რომ ისეთ სერიოზულ კომპანიაში განხორციელდა, სადაც ფორმულა 1-ის მანქანები იწყობოდა რა. და ძალიან მაღალი სიზუსტით არის გაკეთებული, საკმაოდ ძირად ღირებული მასალები არის გამოყენებული და ასე შემდეგ. მოკლედ სერიოზული პროექტი იყო რა, ძალიან სერიოზული. რომელი წელია ეს დაახლოებით? ეგ არის, თვითონ კონკურსი 2001-ში ჩატარდა, მაგრამ პროექტი გაიწელა ძალიან და 2006-ში შევძელით მარტო გამოფენა იმის რა ქვია, ვილადესტეში კონკურს დე ელეგანსზე და მაშინ იყო ვეჭიდავებოდით Alfa Romeo 8C. და მაშინ გამოფინეს პირველად Alfa Romeo 8C. ნუ რა თქმა უნდა, ეხა იტალიაში იტალიურ მიწაზე ქართეს არავინ რომ მოიგებდა ეხა Alfa Romeo, მაგაში ეხა ორი აზრი არ არსებობს. თუმცა მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ ისეთი ავანგარდული პროექტი იყო და მაგრად მახსოვს რომ გავიდა ჟიურის წევრებმა შეაფასეს როგორც ყველაზე ძალიან პროვოკაციული დიზაინი რა ისეთი და მაგალითად სერიოზული კომპლიმენტი იყო რა. ძალიან სერიოზული კომპლიმენტი იყო. დღეისთვის ბოლო კითხვას მე დავსვა, არ თუ შეიძლება ბოლოსკენ გავიდეთ. რატომ Porsche? და ვიტყო რომ მარტო Porsche. აბა ჩამოთვალ. არა, იმიტომ რომ რატო და გეტყვით ეხა რატო. ეგეთი ინჟინერი არ არსებობს. რაც არ უნდა, ნებისმიერი მანქანა, რაც არ უნდა აიღო, აი რამდენი სოფლიოში ცნობილი სპორტული მანქანების წარმოებელია. რა თვალსაზრისით, თან კლასიკურობის და თან შეწყობით თუ პროსტა ინჟინერია. ეგ არის ის ბრენდი, რომლის მანქანასაც ყიდულობ და ძალიან მინიმალური დანახარჯებით, აი კაფეში როცა ხოლ ეგეთი დანახარჯებით
შეგიძლია ისე მოაწესრიგო მანქანა რომ რბოლაზე გახვიდე. ვერც ერთი სხვა ბრენდის მანქანა მაგთან ხათ არ მოგცემს შენ საშუალებას მეგრე დააპგრეიდ რო ეგ გაუშვე, იმიტომ საშინელი თანხები დაგიჩდება. არც ერთი სხვა სპორტული მანქანა არ არის მზად იმისთვის, აი პირდაპირ გამოსული კონვეიერიდან მზად იმისთვის, რომ შენ წახვიდე და მაგ მანქანით ირბოლო. ნებისმიერი Porsche აიღე, ჩაჯექი და გადი და შეგიძლია პირდაპირ ირბოლო. 2 BMW-ზე რა პრეტენზი? აგერ ხალხი ხა დაწეს კომენტარებში, რომ არა, აჩი კომენტარი ისე შეძლო, თავის მანქანით შეძლო. დიზაინი მე მგონია რომ აი ნუ კლასიკა არის, ძალიან მაგარია. თავისებური არის. ხასიათზე ლაპარაკობთ, რომ უყურებ იწვევს ისეთ ემოციას, რომელსაც არც ერთი მანქანა რა. მაგრამ ინჟინერია კიდევ უფრო მეტად. მაგ მანქანის შესაძლებლობის მაქსიმუმი გამოგიცდიათ? მაქსიმუმი არა, მაგრამ ნუ ახლოს მაქსიმუმთან გამომიცდია, კი. დაზღვეული ხო გყავთ? რამე სადაზღვევოსთან გაქვს სპონსორული ურთიერთობა გინდა. აჩიკოს კიდე კაი დაზღვეული და დღეს მოვიყვანეთ. მოდი ესე ვთქვათ რა, მაქსიმალური სიჩქარე არ გამივითარებია. საკმაოდ სწრაფად წავსულვარ, მაგრამ მაქსიმალური არ გამივითარებია. მაგრამ რაც შეეხება აი სლალომს და ესე ვთქვათ ტრეკზე სიარულს მიხოვლებში მინდა ვთქვა რომ აი დაწებებულია მანქანა მე ეგეთი არ ვიცი ეს იმიტომ რომ ცენტრალურ ძრავიანია ეს არ არის 911 ეს 718 არის ცენტრალურ განლაგება აქვს ძრავის აქედან გამომდინარე წინა და უკანა ღერძებზე 50-50-ზე აქვს გადანაწილება და აი მანქანა პრაქტიკულად არის მკვდარი რა მიწაზე არის დაწებებული და მოსახვეებს ისე იღებ გეგონება რელსებზე თქვა მოკლედ ძალიან მაგარი მანქანა აქსელერაცია ბოლო მანქანა არის ატმოსფერული მაგ მოდელის როგორც თვითონ თქვეს და მინდა ვთქვა რომ მოკლედ სიამოვნების მეც არაფერს არ განიჭებს ცენტრალური ძრავი ნიშნავს ყველაფერი ისია შემოწეული მანქანაში რომ ზუსტად ცენტრში უწევს ძრავი. ანუ სინძიმის ცენტრი გაქვს მანქანის შუაში. კი. ყველა მანძილზე იგივენად ასევე არის კორვეტი ახალი და მე ამ პოდკასტს ჩაუჯდები კიდევ ერთხელ მომავალ სახლში და ამოვიწერო ის 70% სიტყვებისა, რომლებიც ვერ გავიგებ. ამ პოდკასტის მერე მახარას არხს გადაერქმევას. ხო რა. ახალი თაობა. არა, ეს ეხა გაცილებით წინ არის. რეის ფედერიც ყველა მიცოდა, ვატმანიც ყველა და კულმანიც ყველა მიცოდა და ყველა აი ხო, ჩვენ უფრო იქები და ისინი რა ქვია, TikTok დელულუ და რაღაცა. ხო, რაღაცა ეგეთი. მე არ ვიცი ეგეთი. ზიად, მე შეთაობაში ვარ. ეხლა თქვენ ხართ A და I. მე вообще ასადა მე ვერ ვიტან AI-ს, მით უმეტეს დიზაინერი რატო ვერ იტან? იმიტომ რომ ნაგავია რა. მეც გეთანხმები რომ ნაგავია, მაგრამ რატო ვერ იტან? ხო იცი, ახალი ღმერთი გაიჩნდა ეხლა რა. იმიტომ ესე ზიან და არა, მაგას თავი განები, ახალგაზრდობა არის, ეხლა ახლობელი მიყვებოდა, რომ თურმეო ეს ახალგაზრდა თაობა ამბობს, ცუდად არ უნდა ელაპარაკო AI-ს, იმიტომ რომ გიმახსოვრებს, რომ ცუდ და მე შენზე სხვა შტაბეჭდილება ექნებაო. ანუ ღმერთია რა, გაიგე? ახალი ღმერთია უკვე, არ უნდა გეშინოს ეს AI. ბიჭო, მე ბატონო გამარჯობათ და ფეხზე დგები. კი ბატონო, დაბძანდით და ქუცი ხდი? მე მინდა რომ არც მახურავს ხოლმე საერთოდ. მაგ სფეროში მინდა რომ გოიმად დავრჩი რა, აი არა მარტო მაგ სფეროში მახარ ხე შენ შეგიძლია თქვა რომ უკვე გოიმი ვარ აი გოიმი ვარ კი არ დავრჩე უკვე ვარ არც მე არ ვიყენებ მინაგვებ აი აქეთა სფერო რატო ვიძახი იცი რომ აბსოლუტურად ყველაფერს ვამჩნევ რომ უკვე AI აი რომ ამჩნევ დიზაინს რომ AI-ია მანდ იბრიდება ანუ ემოცია ტიპს რაც შეუძლია რომ არ ვიცი შეიძლება დროის ამბავია მაგრამ იფიქროს დიზაინერმა და რაღაცა დახატოს და ემოცია შეძინოს იმას ეგ არა ანუ რო ხვდები რომ ფოტო AI-ს დახატულია აი ავია, ნაგავია. ჩუ მარტო ფოტოზე ხო არ არის ნებისმიერ რამე. ადამიანი როგორც ეგეთი თავისთავად სუბიექტი ისპობა რა. ანუ ტიპები დღეს დგანან და ყველაფერს AI-ს ეკითხებიან. რას ეკითხე წადი რა, დედა შენს კითხე, მამა შენს კითხე, შენ ძმაკაც კითხე, შენ დაკავს კითხე, რა შვილს კითხე, შვილი შვილს კითხე, რა AI-ს რას ეკითხებიდო? კი და დედას მამას თუ კითხავთ, მანდაც მორიდება იქონეთ და დაგიმახსოვრებთ და შეიძლება ცუდად იქონოს გავლენა ამან. მე სულ მაგას სახო, რომ ისე როგორც ბევრი ადამიანი გამოაზრო, ნებისმიერ რაც შტეფცელზე არ მუშაობს, ყველაფერი არის რა შევხვდები და იდეა ეს არის ადამიანი. აი შტეფცელს რო გამოაძრებს და რაღაც ითიშება, ვსო, ნაგავია რა, აზრი არა.
ამიტომ მანქანები არ არის კაი, ბოლოსკენ უნდა გავიდეთ. გაგვეწყლა. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. მართლა არ მეგონა თუ ამდენ ტექნიკურ დეტალზე შენთან ვისაუბრებ, იმიტომ აქ ყოლია უამრავი ადამიანი, ვინც პირდაპირ ის იყო განხრით და ხმა ვერ ამოვიღე და გეფიცე და შენ ახ სახელი გადაარგ, უფრო ცუდი ხელოსანი შეგიძლია დაარგო. ცუდი ხელოსანი, იმიტომ რომ მართლა ძალიან ასწორებს, როცა ჩემთვის, ჩემი გადმოსახედა, რომ სტუმარმაც და ზოგადად ამ სფეროშია ეს ადამიანმა ტექნიკური ეგეთი დეტალები, რო იცის. აი ხა იმიტომ ის და აი ახალი თაობა. Ford Fusion იყავს ცენტრალური კი არა. აქ შეგზავი გადაწყვეტილი, იმიტომ რომ ზეთი გაზის გახსნა არა ინტერესებს კაი. ჩიგერია მე, რა გიქნა. ჩიგერია. გაუპუჭდება ესეც ზომბი აპოკალიფსი დაიწყება, მანქანა გაუხსნა შეჭამს ზომბი. ChatGPT-ს რო კითხო მიკროფონს როგორ არ აუწდე ლაპარაკისას და მე ვილაპარაკობ მე და შენ. ChatGPT-ს გარეშეც ვიცი, აი აჩიკო მე. ესე კითხე, 3 წელი გაიცა მიმყავს და მიკროფონი ვერ დავამყო, პირი როგორ უნდა მოვახვედრო მიკროფონს. აი ეს რო კითხო და რაც პასუხი. მოვახვედრე პირს საცა. მადლობა ზვიად მადლობა მოწვევისთვის სასიამოვნო ჩვენთვისაც ძალიან განსხვავებული ფორმატი ჰქონდათ ძალიან კი და მოკლედ კაია თქვენთან ყოფნა ასწორებს მადლობა და ნახვამდის მომავალ შეხვედრამდე დავშტოვოთ მაყურებელსაც მომიწვევთ რომ საათებს ელოდეთ არა აი ეს იხუმრეთ ეხლა შენ გულში ნუ ჩაიტოვე გაიგე აქ ყველა მე რაღა იხუმრეთო რაც მოვედი იმის მერე მარტო ამას ესაუბროთ აი цаრიელი ხელებით მოვედი განა არა მაგასაც просто цаრე მეთქე ხო თან цаრიელი ხელებით მოვედი არა მეც ეგრე ვარ აი არა მოვისროლეო კაროჩე არა გაუძლოთ ხო რატო მე მაინტერესებდა ზვიადის თვალით და არა ზვიადის თვალით დანახული თავის საათი მე როგორ მომიყდებოდა